დღეს არის შაბათი 18 იანვარი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 15 უკაცრავად 5 იანვარი დღეს არის 5 იანვარი 2025 წელი და მოკლედ გადავინაცვლეთ 2025 წელს ფაქტურად დღეს პირველი დღეა როდესაც ორივე ახალი კალენდრითაც და საეკლესიო კალენდრითაც უკვე 2025 წელია და დღეს არის წინა დღესასწაული ნათლისღებისა და გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს და კიდევ დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია ეს არის საუბარი 48 და ეს არის წმინდა სვიმეონ ფსკოვის ღვინეებიდან ფსკოვო-პეჩორსკაია ლავრა ესე ქვია ფსკოვის ღვინეები ფსკოვო-პეჩორელი და წმინდა თეოფანე რიხლელი მასეც გვისაუბრია ამიტომაც აღარ შევჩერდებით და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ერთ-ერთ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს წმინდანზე ეს არის აი როგორც ანტონ დიდი არის მამათა მონასტრების დამაარსებელი და საერთოდ მონაზვნობის მამად ითვლება აი ესე არის დღევანდელი ჩვენი წმინდანი ამა სინკლიტიკია ამა იგივე რაც აი კაცო მამაკაცებზე აბას რო ამბობენ ამა ანუ მამა ესე იგი აი დედა სიტყვა დედა აქედან მოდის უცხო ენებზე ჩვენთან სხვანაირად არის ცოტა მოკლედ აი ღირსი დედა სინკლიტიკია ალექსანდრიელი აი მის შესახებ გვექნება ჩვენ საუბარი დღეს ნუ 350 წელს გარდაიცვალა წმინდა სინკლიტიკია და მე მინდა ჯერ სანამ დავიწყებ წმინდა სინკლიტიკიაზე საუბარს ერთი წიგნი გაჩვენოთ აი ეს არის ღირსი დედა სინკლიტიკია რუსულ ენაზეა და აი ეს მინდა გაჩვენოთ ეს არის ეპისკოპოსი ბარნაბა ბელიაევი ნუ ეს წიგნი არის რაღაცა გადასარევი წიგნი, არაჩვეულებრივი წიგნია, მისი დაწერილია წმინდა ბარნაბა ბელიაევის და რატომ მინდა რომ ეს წიგნი გაჩვენოთ 97 წელს არის ეს წიგნი გამოცემული და აი ამ პერიოდიდან ეს წიგნი ჩემთან იმყოფება და მინდა გითხრათ რომ აი ესეც ერთ-ერთი ჩემი ოცნება იყო რომ აი წმინდა დედა სინკლიტიკიაზე, ამა სინკლიტიკიაზე მომეთხრო თქვენთვის, იმიტომ რომ აი რა გითხრათ, აი რა შევადარო, ერთადერთი ხო გეუნებით, აი ისევ ანტონი დიდ შეიძლება შევადაროთ, თუმცა აი დედათა მონასტრების დამაარსებელია და წიგნი არის არაჩვეულებრივი და მინდა თვითონ ბარნაბა ბელიაევზე გითხრათ, ეპისკოპოს ბარნაბაზე. არ არის წმინდანად შერაცხილი, არ ვიცი როგორ მოხდება მის წმინდანად შერაცხვა, მაგრამ მას აქვს ნუ ამ წმინდა სინკლიტიკიაზე კი არა, მარტო ნამუშევარი. მას აქვს დაწერილი წიგნი სიწმინდის ხელოვნების საფუძვლები. აი ესე ქვია. Основы искусства святости რუსულად ესე არის. სიწმინდის ხელოვნების 4 ტომი აქვს ამაზე დაწერილი სიწმინდის ხელოვნების საფუძვლები და თვითონ საოცარი პიროვნება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ერთ-ერთი როგორ გითხრათ ესე იგი აი იმედის მომცემი კი არა აი რაღაცა ძალიან ბევრს ელოდები მისგან 30-იან წლებში ეს წიგნი მაშინ აქვს დაწერილი მე კი წერდა მთელი ცხოვრება და შეცდომა დავუშვა ოთხი რაზე რომ ესე იგი რაღაცა სწორად ვერ მიხვდა და ცოტა ხანი იყო აი ობნოვლენცები რო ერქვათ ესე იგი აი კომუნისტების რეჟიმის დროს პატრიარქ სერგი იყო და აი ამას დაუჭირა მხარი და მე მთელი ცხოვრება ინანიებდა მამებმა ურჩიეს რომ სალოსი გამختارიყო უარეთქო ყველაფერზე აბსოლუტურად დაიწყო სალოსობა და ესე იგი მთელი ცხოვრება შემდეგ ესე გაატარა და საბჭოთა პერიოდში იცხოვრა ამ ქვეყანაში და ძირითადად გადასახლებებში და ციხეებში და ესე გაატარა და ფაქტიურად აი სასწაულთქმედების და ჭორეტის უნარიანი ჭაუფალმა და ნუ მოკლედ დიდი პიროვნება იყო და რასთავარია რაღაც საოცარი ნიჭი აქვს წერის და ეს წიგნი თუ ჩაგივარდებათ ხელთ და ინტერნეტშიც არის შეგიძლიათ წაიკითხოთ თუმცა ჩვენ
ამ წიგნის მიხედვით არ გვექნება საუბარი. მე ერთი რამ მინდა ამ წიგნიდან ავიღო მარტო, ეს არის ის, რომ ესეთი რამე უწერია წმინდა ესე იგი ბარნაბა ბელევს, რომ წმინდანების შემთხვევაში ყველაზე კარგი, აი თუ ჩვეულებრივი ადამიანისთვის ბავშვობა არის მთავარი, ხო? ცხოვრებაში, ძირითადად ხა ყველა ესე არ არის ძირითადად. აი კარგი ბავშვობა რო აქვს ადამიანს, აი თელი ცხოვრება ბავშვობას იხსენებს და ბავშვობა არის ყველაზე ნათელი პერიოდი. და ეს ბარნაბა ბელევი წერს, რომ წმინდანების შემთხვევაში პირიქით არის. ბოლო დღეები არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით აღსასრულის წინა დღეები და რაც თავარია ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრული, რომელსაც ადრე ქრისტიანები უწოდებდნენ ბერძნული სიტყვა ნატალის ნიშნავს შობას, ანუ ფაქტიურად წმინდანის შემთხვევაში და განსაკუთრებით საზეიმოდ აღნიშნავდნენ მოწამეობის შემთხვევაში, მოწამის დროს ეს იყო დაბადების დღე. დაბადების დღე ახალი ცხოვრებისათვის და ამიტომ ესე იგი ყოველთვის იწყება წმინდანის ცხოვრების აღწერა მისი გარდაცვალებიდან. და ესე ამბობენ, რომ სანამ გარდაცვალება, სანამ არ გარდაიცვლება ადამიანი, მანამდე, საერთოდ ვერავის არ შეფასებებს ვერ გააკეთებ. პირველი შეფასებები გარდაცვალების შემდეგ იწყება და აი ამ შემთხვევაში წმინდა ამმა სინკლიტიკიას შემთხვევაშიც ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული სრულებით კიდევ ერთი აი ნამდვილი ზეიმი იყო რისი ზეიმი ეხლა კვდება ადამიანი ხო რა უნდა იყოს საზეიმო ის იყო რომ ესე იგი მან აი ბოლო კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაამარცხა ეს მაგრამ ეს ჩანდა ყველაფერი და რას ამბობს კიდე იცით ეს ვარნავა ბელევი რომ ესე იგი ესეთი ტრადიცია იყო რომ მოწამის შემთხვევაში აი დიდ ზეიმს აწყობდნენ გირლანდებით, ყვავილებით, რაღაც მორთავდნენ ამ ყველაფერს და აი ასეთნაირად მეაცილებდნენ ხოლმე. და ეს თუ დაუკვირდებით, დღესაც ესეაო ეს ამბობს სამართლაც. ყვავილები და გირლანდებით კი რთავენ, უბრალოდ საზეიმო მუსიკა, სამწუხარო მუსიკით შეიცვალაო და აი ესე ნაღვლიანად აცილებენ დღეს მიცვალებელს. თორე ადრე პირიქით იმით აცილებდნენ ხოლმე და ყვავილებით. აი ეს ყვავილებით გაცილება ეს. გადავიდეთ ახლა ჩვენს ძირითად ამბებზე. მოგიყვებოდით ბარნაბა ბელავის წიგნის შესახებ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი წიგნია, მაგრამ კიდევ უფრო ესე იგი დიდი სიხარული რო შევძინოთ ამ ამბავს ჩვენ. სანამ დავიწყოთ წმინდა სინკლიტიკას. ისე თუ დააკვირდებით, მეც ამითი დავიწყე, რომელ წელს გარდაიცვალა. ეს არის თავარი, ხო? გარდაცვალებიდან იწყება საერთოდ ხრობა. 350 წელი. რა პერიოდია ეს ეკლესიის ისტორიაში? აი ანტონი დიდი შემდეგ სასიხარულო ამბავი რა გვაქვს? ესე იგი კიმენი გვაქვს. ანუ ესე იგი ეს არის იმ ადამიანის მიერ აღწერილი ცხოვრება წმინდა სინკლიტიკაზე, ვინც მე ხა ეს კი ვერ ვნახე ტექსტებში, მაგრამ ვინც იცნობდა სავარაუდოდ, არ შეიძლებოდა სხვანაირად. და კიდევ ერთხელ ჩვენ მივადექით ერთ-ერთ უდიდეს წმინდას ეკლესიის ისტორიაში, ეს არის ათანასე დიდი, ათანასე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, ეს სინკლიტიკია ეგვიპტელი, ანუ ალექსანდრიელია და ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდა და როგორც მოგახსენეთ, ანტონი დიდის ადარებენ და ანტონი დიდის ცხოვრება ჩვენ გვისაუბრე ამის შესახებ. ეს არის ათანასე ალექსანდრიელის მიერ აღწერილი, თვითონ ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება საოცარი და აი ახლა კიდევ ერთი აი რა გითხრათ, ესეთი აი დიდი მნათობი, თვითონ სინკლიტიკია, დიდი მნათობი ეკლესიისაზე ათანასე დიდი და აი ეს რაღაცა საოცარი გამონათება ესეც მე უბრალოდ არ ვიცი სხვა რა სიტყვებით შევამკოთ ეს არის მისი ცხოვრება. ოღონდ ეხლა აქ გვაქვს კიდევ რაღაცა ერთი ის რაც აქამდე ჩვენ მე არ მქონია. ეს არსებობს რა თქმა უნდა. არსებობს ოღონდ ეს არის ესე ქვია თვითონ ამ ტექსტს ცხოვრებაი და სწავლანი. ღირსისა, დედისა, სინკლიტიკიასი, ალექსანდრიელისა. ეხლა
ეხლა რა არის აქ ძალიან საინტერესო. ნუ გვიყვება ათანასე დიდი მის ცხოვრებას და რა თქმა უნდა საინტერესოა, მაგრამ იმის გამოც ალბათ რომ აქ არის გარემოება ესეთი რომ პრინციპი იყო თვითონ წმინდა სინკლიტიკიასი მალავდა საერთოდ იმალებოდა თვითონ იმალებოდა და მალავდა და ესე იგი ამის გამო არ არის ცნობილი ნუ ყველაფერი მისი ცხოვრების შესახებ განსაკუთრებით არ არის ცნობილი უდაბნოში როგორ მოღვაწეობდა რას აკეთებდა იქ აი ეს არავინ არ იცის იმიტომ რომ თვითონ მალავდა და უფალმაც დაფარა ესე იგი ეს ადამიანის თვალთაგან და ამას ამბობს ათანასე მაგრამ სამაგიეროდ არ დაფარა უფალმა აი მისი სწავლანი და ფაქტიურად ესე იგი ჩვენ ახლა რასაც წავიკითხავთ რაზეც ვისაუბრებთ ეს არის ცხოვრებაი და სწავლანი წმინდა სინკლიტიკიასი და ეს სწავლანი აი ამ წიგნშიც არის ეს რა თქმა უნდა რაც მე თქვენ გაჩვენეთ მაგრამ აი ეს ათანასე დიდის მონათხრობი რა გითხრათ რა ესე იგი ორმოგი ბიჭედით არის დაბეჭდილი ერთი რო ეს სინკლიტიკიასი არის ნამდვილად აი დარწმუნდებით ამაში ისეთი არ ვიცი აი რა გითხრათ საერთადერთი ფსალმუნებში წერია ესე რომ ტკბილარიან სიტყვანი ჩემი შენი სასასა ჩემსა უფროს თაფლისა და გოლეულის აი სიტყვა რო გადმოგდის პირიდან აი ესეთი საუბარი აქვს აი ეს თაფლი გადმოსდიოდა პირიდან წმინდა სინკლიტიკიას თაფლი იღრებოდა მისი პირიდან და აი ამას აი ეს თაფლი მინდა რომ გაგაცნოთ და კიდევ მინდა გითხრათ რომ ეს ჩემ პირადი დამოკიდებულებაა რომ არსებობს კომპოზიტორი ხო ან არსებობს პოეტი რომელიც შექმნის რაღაცა თხზულებას არაჩვეულებრივს და ან კომპოზიტორი დაწერს რაღაც არაჩვეულებრივ მუსიკას ოღონდ არსებობს მეორე შემსრულებელი რომელსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეასრულებს არის ხა მუსიკა რომელსაც ფუნდამენტს ვერ გააფუჭებს შესრულებით ეს არის ბახის მუსიკა მაგალითად მაგრამ მაინც შემსრულებელს ძალიან ესეთი დიდი პირადი პასუხისგებლობა აქვს და მე მინდა გითხრათ რომ დიდი სიხარულით შევასრულებ თქვენს წინაშე აი ეს არის თხრობა გადმოცემა ცხოვრებაი და სწავლანი ამა სინკლიტიკია ალექსანდრიელისა დავიწყოთ სინკლიტიკია სიტყვა ბერძნულად ნიშნავს სენატორ სინკლიტიკოს სენატორია და სინკლიტიკია ნიშნავს სენატორ ქალს. ესეთი სახელი ქვია მას სინკლიტიკია. დაიბადა ალექსანდრიაში, მისი ოჯახი ბერძნული ოჯახი იყო, მაკედონიიდან გადმოსახლდა, იყო ძალიან ცნობილი და დიდარი ოჯახი, პატივცემული ოჯახი იყო და რატო გადმოსახლდნენ ახლა ალექსანდრიაში ესენი მისი მშობლები? იმიტომ რომ გაგონილი ქონდათ ალექსანდრიაში ეს იყო გონით რა პერიოდია ეს არის მეოთხე საუკუნეა ფაქტიურად მეოთხე საუკუნე მესამე საუკუნის ბოლო მეოთხე საუკუნის დასაწყისი და გადმოსახლდნენ იმიტომ რომ ნუ სინკლიტიკია 80 წლის გარდაიცვალა შესაბამისად მესამე საუკუნის ბოლო პერიოდში გადმოსახლდნენ ბოლო მეოთხეში ხო და ნუ გაგონილი აქვს ამ ალექსანდრიელი ქრისტიანების განსაკუთრებული ეს ღვთისმოსაობა გადმოვიდნენ და არც ინანეს შემდეგ აქ გადმოსვლა და ესე იგი სამი შვილი ყავდათ ეხა მოგიყვებით რაც შეეხება სინკლიტიკიას აი ყველაფერი მშობლების ოჯახში მიიღო ანათლება აღზრდა და ერთადერთი რაც აწუხებდა ძალიან ბავშვობიდან აი ხო არის რომ დაიბადება ბავშვი თავისებური რაღაცნაირად ეს თავისებური ბავშვი დაიბადა და ერთადერთი რაც აწუხებდა უბრალოდ მშობლების სახში ეს იყო სხეულზე ზრუნვა იმიტომ რომ დიდარი ოჯახი იყო და ნუ აბა ყვება ესეთი და აბა რაღაცა ზურფასი და ნაზი ტანსაცმელი და რაღაცა ეს აწუხებდა ერთად დანჩენი იყო ნუ აი იდეალურად ცხოვრობდა და იგი ესე განიცდიდა ბავშვობიდანვე ძალიან ლამაზი იყო და განიცდიდა ამას რომ და თვლიდა რომ ეს არის მთავარი განსაცდელი ეს სხეული რომელიც
ერთის მხრივ ამაზე არის სულ ფაქტიურად სინკლიტიკია სწავლება აგებული და ამიტომ ამითივე დავიწყოთ, ესე იგი რომ ორმაგი არა ორმხრივი განსაცდელი აქვს, ესე იგი ერთი გარედან სხვა ადამიანების მხრიდან და ერთი შიგნიდან ეს ლამაზი სხეული, ესე იგი თავისი მოთხოვნილებები აქვს. ამიტომ იგი თავიდანვე ბავშვობიდანვე ებრძოდა ამას, ну, პირველი სკოლისა ეს იყო მარხვა, შრომა და კიდევ ღვიძარება, რომელთაც იგი სხეულს ადუნებდათ კი არა, ну, ეს ალაგმო რასაც ქვია, ლაგმავდა. გარდა სინკლიტიკიასი, ორი ვაჟი ყავდათ მის მშობლებს და კიდევ ერთი ქალიშვილი, ანუ 4 იყვნენ სულ და უმცროსი ძმა ბავშვობაში გარდაეცვალა და მისი იყო ბრმა და უფროსი ვაჟი კიდე, ну, მის შესახებ გონი არ არის ცნობილი. დეტალები არის მხოლოდ ერთ-ერთი, რომ როგორც კი წამოიზარდა, უფროსი ძმა იყო მისი, ესე იგი წუთშივე ეგვიპტის უდაბნოში წავიდა საცხოვრებლად. ისეთი ოჯახი იყო რაღაც განსაკუთრებული და ეგვიპტის უდაბნოში წავიდა და წავიდა რა, აღარავინ მისი ამბავი აღარ იცოდა. ამიტომ მშობლების ერთადერთი იმედი ოჯახის გაგრძელების იყო სწორედ სინკლიტიკია და ესე იგი მისი გათხოვება. და როგორც მოგახსენეთ, ლამაზი იყო სხეულითაც და სახე ჰქონდა რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი და ამიტომ ახალგაზრდა სულ პატარა ასაკიდანვე უკვე იყო სერიოზული შემოტევები ამ საქმროების. დიდი ბევრი მსურველი იყო. და როდესაც სინკლიტიკიამ მაშინ შეიტყო პირველად და იმის მერე როდესაც ეს ამ ხორცელ ქორწინებაზე როდესაც ესე იგი ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, მისი ყურადღება მთლიანად ზეციური ქორწინებისკენ იყო მიქცეული, ანუ მან აირჩია ესე იგი აირჩია ზეციური საქმრო ქრისტე შეიყვარა და აი ქრისტესთან ქორწინება გადაწყვიტა, ანუ ამას ქვია, ესე იგი ადამიანურად რო ვთქვათ, მონაზონება, ესე იგი მონაზონება და გადაწყვიტა, ესე იგი და ამაზე დღე-და-ღამე ამაზე მოკლედ ფიქრობდა თავის მონაზონებაზე. ну, მშობლების ცრემლები, ნათესავების საუბრები, რომ დაერწმუნებინა სინკლიტიკია, ну, ამან ვერაფერი ვერ იმოქმედა და სულ ესე იგი ესაუბრებოდა, ეს ათანასე წერს ახლა, ჩვენ უკვე ათანასესთან ავართ ხა, ესე იგი სანამ უშუალოდ სინკლიტიკიასთან გადავალთ. ეხლა ათანასეს ენა აქვს რაღაც აუცარი, რასაც ნახეთ რას ამბობს. ესე იგი სულ ესაუბრებოდა თავის ზეციურ საქმროს. ანუ ლოცულობდა რა, სულ ლოცულაში ატარებდა და იმეორებდა, ეხლა ნახეთ. მე მეტრფისა ჩემისა და მე მეტრფეი ჩემი ჩემდა. მე მეტრფისა ჩემისა და მეტრფეი ჩემი ჩემდა. ანუ ჩემი მეტრფე, სატრფო, მე მისი ვარ და ის ჩემია. და ეს სიტყვები, აი ეს ახლა მინდა ხაზი გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას. ახალგაზრდა სინკლიტიკია იმეორებს ამას. მე მეტრფისა ჩემისა და მეტრფე ჩემი ჩემდა. ეს არის ქება-ქებათა, მეექვსე თავის მესამე მუხლია და ამას იმეორებდა. და ეხლა რა მინდა გითხრათ. ესე იგი ფაქტიურად ის გაჯერებულია მთელი ტექსტი, აი ამ ესე იგი ფაქტიურად ყველაფერს საღვთო წერილზე დაყრდნობით ალაპარაკობს სინკლიტიკია, რასაც ამბობს და ეს ეხლა რომ მან აიც რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი ამან ისე იცის საღვთო წერილი, რომ აი მარტო ის კი არ არის, რომ წაკითხული აქვს და გაგებული აქვს და კომენტარები აქვს წაკითხული, არა, მარტო ეს არ არის. აქ არის ის, რომ მან ეს იცის. იცით რა ნიშნავს ეს, რომ საჭირო დროს, აი როცა კონკრეტული შემთხვევაში დაგჭირდება შენ რო ესე იგი ციტირება მოახდინო საღვთო წერილის, აი ამ შემთხვევაში მაგალითად, ხო?
რომ შენ იცი ეს საწერია და შენ ეს გახსოვს რას თავარია ხა კი არ ეძება ტექსტში ეს ფრაზა არა ეს ფრაზა ჩარჩენილი ქონდა რომ წაიკითხა ჩარჩა ანუ რა განათლება აქვს ამის თქმა მინდა და ეს გამოჩნდება კიდე ბევრჯერ ჩვენი დღევანდელი თხრობისა გასაუგნებელი იცით რა მე ხა ზუსტად რა თქმა უნდა ვერ გეტყვით ათანასეს მიერ არის ეს გაწყობილი ეს ტექსტი თუ თვითონ სინკლიტიკეასი და მე ვფიქრობ რომ სინკლიტიკეასი იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ როგორ მე ვნახავთ როგორი ღვთივგანბრძნობილია ეს სწავლა აი როგორი საინტერესოა აღარ შეგეპარებათ მე რეჯი მაგრამ თუნდაც ათანასესი რო იყოს ანუ ათანასეც ესეთია და ცხადია რომ ათანასეც ესეთია და სინკლიტიკეაც ესეთია აი ეს ამისი თქმა მინდოდა აი რომ ეს არის პირველი თუმცა ამას მე სინკლიტიკეა ხას უსვამს რომ სანამ მოღვაწეობას დაიწყებ უნდა მოიმარაგო აი რა მოიმარაგა პირველი ბავშვობიდანვე სინკლიტიკეამ აი ეს არაჩვეულებრივი ცოდნა საფრთხო წერილის ნუ ესე იგი როდესაც გარშემო ესეთი ამაოებაზე საუბარი ჩამოვარდებოდა ეს კიდე ხშირად ხდებოდა მის სახში იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ რაღაცა ესეთი წარჩინებული ოჯახი იყო ამასოფლური თვალსაზრისით და ესე იგი ხშირად იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ ხოლმე მოქალაქეები და იგი არ ესმოდა თითქოს აი რომ ოთახში რო ისე წარმოედგინეთ საუბრობენ და არ გესმის ასე ლაპარაკობენ ჩაკეტილი ქონდა ეს თავისი ესა გონება და სმენა სულ ესე იგი ფიქრობდა ზეციურზე და მას მიაჩნდა ხოლო როგორც კი ესე იგი სულისათვის სასარგებლო საუბარი დაიწყებოდა იმ წუთშივე ხარბად იმახსოვრებდა ამ ყველაფერს თავარ სათნოებად სინკლიტიკეას ოღონდ ჩვენ ჯერ ახლა მის სწავლებაზე არ გადავსულართ აი გადავალთ თავარ სათნოებად სინკლიტიკეას მიაჩნდა ესე იგი მარხვა რომელიც არის დასაბამი ყველა სათნოებად და ამიტომ იგი ძალიან მკაცრად ესე იგი ზღუდავდა თავის კვებას და ზუსტად იმ დროს იკვებებოდა როდესაც ნუ წინასწარ იყო შეთანხმებული წინასწარ იცოდა განსაზღვრა ეს დრო როდის უნდა ჭამოს და სხვა დროს აღარ ეკარებოდა საჭმელს და თუ ისე მოხდებოდა რომ იძულებული გახდებოდა რომ რამე ეჭამა იტანჯებოდა ამითი რა აი თქვათ დღესაც გამიგია რომ აი რაღაცა ინტერვალური კვება არის რომ აი საღამოს ხო 4 საათის მერე აღარ ჭამ აღარაფერს და ასეთი ადამიანი როდესაც შეეჩვევა უკვე ამას ხო აი საღამოს რო აჭამო კიდევაც ხანდახან ხდება რომ ჭამს იტანჯება ამითი აწუხებს ეს საჭმელი და რაღაცას აი ესე იყო ეს სინკლიტიკე და ამის გამო რომ სულ მუდმივად იგი ესე იგი ზეციურზე ფიქრობდა და ეს საჭმელი მისთვის იყო განსაცდელი იძულებული იყო ხო რომ ეჭამა მაინც და ამის გამო არ საერთოდ წონაში არ ემატებდა და ხდებოდა ძალიან გამხდარი იყო და ნახეთ რა რითი ხელმძღვანელობდა და ეს ათანასე დიდი ამბობს ახლა სინამდვილეშიო ვინცო გემრიელად ჭამა ვისაც უყვარს ანუ ვინც საჭმლისგან სიამოვნებას იღებს და გემრიელად ჭამს ის სუქდება და ვინც უინტერესოდ ჭამს მადის გარეშე ის ხდება აი გახთომის ესე იგი ხა ეცბეხება ხო ეს გახთომის ესე იგი საწინდარი არის რომ როგორ ჭამს საჭმელს აი შენ კი ჭამ ნუ უნდა ჭამო ხო რა თქმა უნდა რომ მიიღოს ეს მაგრამ რა დამოკიდებულება აი თუ ამას აი ერთი სული გაქვს სანამ ჭამას დაიწყებ და სუქდები და როცა გამხდარ ესე იგი როცა შენ ამას ინტერესოდ ჭამ ძნელია ხო აი მაშინ ხდები ადამიანი და ეს არის მეორე კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე მეოთხე თავის მე-16 მუხლი და შემდეგ ესე იგი დაღა თუ გარეშე ესე კაცი ჩვენი კანი ხსნების არამედ შინაგანი განახლების დღითი დღით აი ეს ეხება წმინდა სინკლიტიკეას ცხოვრებას გარედან იგი შრებოდა ხმებოდა ესე რომ ვთქვათ ხდებოდა
გამხდარი იყო ძალიან, მაგრამ შინაგანი კაცი აღორძინდებოდა. და არავის არ უმჟღავნებდა სახში, ჯერ სახშია, სინკლიტიკია, თავის ღვაწლს. ესე იგი, როგორ შრომობდა, როგორ მარხულობდა, როგორ გვიძარებდა და ამის შემდეგ მოხდა, ესე იგი, ესე რომ მისი მშობლები გარდაიცვალნენ, ერთის და მეორეც. და ამან ფაქტიურად ყველანაირი მიწერი ვალდებულებებისაგან სინკლიტიკია განათავისუფლა და გაყიდა ყველაფერი, მთელი თავისი ქონება, დაურიგა გლახაკებს და მოკიდა ხელი თავისი ბრმა დას. არ დატოვა, რა თქმა უნდა, ის და წაიყვანა თავისთან. მთელი ცხოვრება უვლიდა მე, რა თქმა უნდა. მოკლედ ეს და იყო, რომელიც მასთან ცხოვრობდა მუდმივად. წაიყვანა ეს ბრმა და თავისთან და ეს ვეძებე ეს ადგილი ვერ მოვიძიე, ხერო, თუ როდესმე მოხვდი ალექსანდრიაში, იქაც მოვიკითხავ, ეს არის ალექსანდრიასთან ახლოს ადგილი, რომელსაც ქვია ჰერო და სადაც იყო მისი საგვარეულო ნათესავების აკლდამა საერთოდ. და ნუ ახლა ოჯახიდანაც მეტი აღარავინ დარჩა და მისი იყო ფაქტიურად ეს ტერიტორია. აკლდამა გამოქვაბულში და აი ამ აკლდამაში დასახლდა. სადაც მისი ნათესავებს ასაფლავებდნენ ხოლმე, ხო? და აი დასახლდა და იქ დაიწყო აი ამ აკლდამაში ცხოვრება. ეხლა რა გააკეთა კიდევ ესე იგი, როგორც კი გადასახლდა, ესე იგი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ აბსოლუტურად მოეკვეთა თავისი თავი აი ამ მიწიერი ცხოვრებისაგან. საქმე ის არის, რომ ეხაც არის ესე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ნაკლებად, ეხლა მაინც უფრო არ აქცევენ ამას მაინდა-მაინც ქალები ყურადღებას, თუმცა არ ყველა არა. ანუ მე ისე თქმა მინდა, რომ მაშინ თმა ითვლებოდა ქალის ღირსებად და სამკაულად და ეს ლამაზი თმები რაღაცა გარკვეული პატივის ნიშანიც კი იყო რა. იმიტომ რომ თუ ქალი რამეს დააშავებდა სერიოზულად და ნუ თუ ქალი რაღაცა ცუდად მოიქცეოდა და საზოგადოებრივი თვალსაზრისით თმებს ჭრიდნენ, ანუ გადახოტრავდნენ მთლიანად. ანუ ქალისთვის თავის გადახოტრა ითვლებოდა დიდ შეურაცხყოფა და თავგადახოტრილი ქალი, აი სრულად უფლებააყრილი ქალი იყო ფაქტიურად საზოგადოებაში. აი ესე ითვლებოდა მაშინ ესე იყო და აი პირველი რაც გააკეთა სინკლიტიკიამ, როდესაც ამ აკლდამაში დასახვა, თავი გადაიხოტრა მთლიანად. და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად აღიკვეცა, ხო ეს იყო. ოღონდ თვითონ კი არ გადაიხოტრა, მღვდელი მოიწვია ალექსანდრიიდან. იმას მოაჭრევინა ეს თმები. ანუ ფაქტიურად აღიკვეცა. იმიტომ რომ მაშინ ხო ჯერ ეს წესი არ არის ჩამოყალიბებული კარგად, თუნდაც ბერად ძალიან მონაზვნად აღკვეცის წესი და მოკლედ ამისი ერთ-ერთი ამისი შემოქმედი სინკლიტიკიაც არის. და ამითი ფაქტიურად საბოლოოდ გათავისუფლდა ყველანაირი ამასופლის ვალდებულებებისაგან. და ესე იგი რას ამბობდა სინკლიტიკია ამ დროს, რომ ადამიანები თავიანთ ქონებას, თავიანთ შესაძლებლობებს ხარჯავენ, რომ დროებითი კეთილდღეობა მოიხვეჭონ ამასופელში. და მე კიდე ყველაფერი დავხარჯე იმისათვის, რომ ამაზე ვარი მეთქვა და ამითი ღირსი გავხდე ჩემს უფალთან. ჩემს უფალს შევწირე ყველაფერი იესო ქრისტეს და მას მივართვი მე მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი სიმდიდრე და ჩემი სხეული მთლიანად. რამე თუ და ნახეთ ისევ
რატო გავაკეთე ეს? იმიტომ რომ უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მასჩინა ეს ფსალმური სიტყვებია. ანუ სულ მას უკვე ნელ-ნელა გადავდივართ ესე იგი ჩვენ უკვე მის სწავლებაზე და ესე იგი ყოველთვის საფრთხო წერილი სიტყვები აქვს თავში სულ და ყველაფერს ამის მიხედვით აკეთებს. და შესაბამისად ესე იგი დაიწყო ფაქტიურად დადუმებულია კი ცხოვრობს იქა თავიდასთან ერთად მაგრამ დუმარებაშია სრულ დუმარებაშია და სახლიდანვე ოღონდ ემზადებოდა ამისთვის რადგან იცოდა ძალიან კარგად რომ თუ ესე იგი ნახეთ აი კიდევ ესე იგი უკვე ფაქტობრივად ჩვენ გადავედით უკვე და ხა სინკრიტიკე რას ამბობს რომ მე ამბობს ოღონდ რა თქმა უნდა ეხა ჯერ იწყებს ამას რომ ვინცაც უნდა რომ ასკეტურად იცხოვროს ესე იგი უნდა მოემზადოს ამისთვის სახლიდანვე ბავშვობიდანვე ემზადებოდა იგი ამისთვის და ამბობდა რომ ესე იგი გზავრობის ნებებელი ანუ ვინც გადაწყვიტავს რომ იმგზავროს მაგალითად ესე იგი მაგალითად აი ზღვაში ხა ეს ალექსანდრია ზღვისპირა ქალაქია და ეს ზღვით მეზღვაური კი არა აი გემზე რო ჯდები და მიდიხარ ხო თუ მოგზაურობაში მიდიხარ უნდა ყველაფერი წინასწარ მოიმარაგო ზღვაში ხარ რაღაც სადღა იშოვი ხო ყველა ნივთი ყველა აი უნდა გათვალო ყველაფერი რა გჭირდება აი ასეთნაირად ამის მსგავსად ზეციური სავანისკენ ცისაკენ მოგზაურობის ნებებმოწ ყველაფერი უნდა მოიმარაგოს ოღონდ რა ყველაფერი უნდა მოიმარაგოს აი სწორედ ეს ჩვევები მარხვა ლოცვა მკვიდრება ნუ ეს თავარი სათნოებები და ანუ კიდევ მსგავსად იმისა რომ თუ გადაწყვიტაო შე რომ სახლი უნდა აშენო სახლის აშენებას სანამ დაიწყებ ქვები ხის მასალა და ყველაფერი საჭირო ნივთი მანამდე უნდა მოიმარაგო და ხოლო თუ ხილული სახლი ქვებით შენდება უხილავი სახლი სათნოებებით და ეს სათნოებები უნდა მოიმარაგო კიდევ ყველაზე მეტად და ამიტომ სწორედ მან გასცა და გაყიდა თავისი მიწიერი სახლი და ეს დაარიგა ამ გაჭირვებულებს შორის და აი ეს სათნოებები როგორც სამშენებლო მასალა ისე მოიმარაგა ზეციური სახლის ასაშენებლად და ასევე უნდა ესე იგი განაგდო შენგან რაც ხელს გიშლის მშენებლობაში რაც არ გჭირდება ზედმეტისგან უნდა განთავისუფლდე რა არის ეს ზედმეტი ეს არის ვნებები ეს არის მრისხანება ეს არის როდესაც ადამიანი როგორ ქვია ესე იგი როდესაც იმახსოვრებს აი ბოროტებას რომ იმახსოვრებს შური ასევე ამპარტავნება და თავისი სახლი უნდა დააშენოს კლდესა ზედა როგორც ახარებაში წერია რომ გიუყოს ურყევი და აი ესეთნაირად მომზადებული სინკლიტიკია თავიდანვე ეს ყველაფერი სწორედ ამ კლდეზე ანუ რწმენაზე დააშენა და თავიდანვე დაიწყო ძალიან ძიმე უკვე როგორც კი მონასტერში გადავიდა ანუ თავის აკლდამაში დიდი ღვაწლით ძიმე კაცრი ცხოვრებით დაიწყო და აი სწორედ ახლა მევადექით იმ ადგილს რომ იგი პრინციპულად თვლიდა რომ არ შეიძლება ამისი მოყოლა რასაკეთებს და ისევ სახარებიდან ნახეთ არ შეიძლება შენმა მარცხენამ დენ უეცოდინება შენს მარცხენას რასაკეთებს შენი მარჯვენა ამას ესეთი განმარტება აქვს კიდევ რომ შენმა ამპარტავნებამ არ უნდა იცოდეს შენი კეთილი საქმეების შესახებ ანუ კეთილმა საქმეებმა შენ ამპარტავნებაში არ უნდა ჩაგაგდოს და ნუ რაც შეეხება ესე იგი ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან იგი ადრეულ ასაკშივე გაურბოდა არა მარტო მამაკაცებთან საუბარს ურთიერთობას არამედ ქალებთანაც ძირითადად ბავშვობიდან
ატარებდა დროს მარხვასა და ლოცვაში. და როდესაც უფალი დაუშვებდა მასზე რაიმე სახის ნებას, ანუ ბრძოლას, იგი კიდევ უფრო მეტად შეერბრძოლებოდა თვითონ ეშმაკს, იმითი რომ ესე იგი უფრო მკაცრად მარხულობდა და უფრო მეტ ღვაწლს იღებდა თავის თავზე და არა მარტო არ ჭამდა გემრიელ საჭმელს, არამედ არც კი ფიქრობდა ამას, ესე იგი ამ გემრიელ საჭმელს. და ძალიან ხშირად ესე იგი მის ძირითადი საჭმელი იყო პური, გამომხმარი პური, ესე რომ ვთქვათ რა. პური და აი რაღაც ესე იგი ეს მასალა, კი არა, აი პურის პროდუქტი, ოღონდ ესეთი მშრალი, გამომშრალ პურს ჭამდა ხოლმე. და რომელსაც ეს გამოცლილი ქონდა ყველანაირი საკვები ეს რაღაცა ღირებულება, რაც გააჩნია პურს, აი დღესაც არსებობს, ხო, ესეთი დიეტური პურები, აი დიეტური პურით იკვებებოდა და ხშირად წყალზეც კი უარს ამბობდა, ერთი წუთით ზუსტად წყალზე გამხსენდა. წყალი არის, რა ვიცი, ესე გვირჩევენ ექიმები 2-დან 3 ლიტრამდე წყალი, რომ სხვას ადამიანმა რომ ჯანმრთელი იყოს. და ის კიდე საერთოდ წყალსაც კი იზღუდავდა. და კიდევ აქ არის შემდეგი მისი სწავლება, რომ როდესაც ეს შემოტევა დროდადრო განსაკუთრებულად რომ შემოგიტევს ეშმაკი, ესე იგი, ძალიან მკაცრად მარხულობ და ძალიან, ესე იგი, მოღვაწეობ რა. და როდესაც დაგანებებს თავს, აი ცოტა ხანი შეგეშვება. აი ამ დროს ცოტა უნდა მისცე შენ თავს განშვების ცოტათი. ძალიან არა ოღონდ. ცოტა მეტი უნდა შეჭამო, ცოტა რაღაცა რომ დაასვენო შენი სხეული, იმიტომ რომ ეს სხეული არ გადაიწვას თუ გადაიღალოს თუ რო არ დაგიზიანოს. ეს არის შენი ინსტრუმენტი, შენი სხეული, აი ამ ეშმაკთან საბრძოლველად. და ამიტომ მასაც რაღაცა მოვაჭირდება და რას ამსახეთ, მსგავსად იმისა, ეს არის მისი განსაკუთრებული თავისებურება, რომ ყველაფერს, რასაც გეუბნება, ცხოვრებისეული მაგალითებით გიხსნის. მაგალითად, როდესაც მეზღვაური, ესე იგი, ბოლომდე ებრძვის ამ ქარიშხალს და მეზღვაურები, ხო, როცა ქარიშხალია, შეკრულია მთელი გუნდი და მერე როდესაც ეს ქარიშხალი გადაივლის, ესენი ისვენებენ ცოტათი. და აი ასეთნაირად დაიწყო ფაქტიურად მან მოღვაწეობა და ეს იმეორებდა ხშირად და ასეთნაირად ცხოვრობდა და მასზე აღსრულდა ეს ათანასე ამბობს უფლის სიტყვები, კეთილმონაო სახირო და სარწმუნოო, მცირეცა ზედა სარწმუნოებთან, მრავალსა ზედა დაგადგინოს შევედ სახელმწიფო შეისას, ეს არის მათეს 25 თავის 21 მოკლე, ამას უკვე ათანასე ამბობს სინკლიტიკიაზე. და უფალიც ეუბნებოდა, მე უშვებ შენზე ამ განსაცდელებს, უფალთან ქონდა მას პირდაპირი კავშირი. და შენ მინდა რომ აი ამ მცირე განსაცდელში გამოიჩინო შენი სიმტკიცე. იმიტომ რომ თუ შენ ამას გადალახავ და დაამარცხებ შენით, მე მინდა რომ თანდათანობით აი ამ ბნელეთის ძალებმა გაიგონ ვინ ახარ შენ. ამიტომ უშვებ მე შენზე ამას. რომ მათ იცოდე რომ აი არსებობს აქ ესეთი ადამიანი, რომელზეც ეშმაკებს არ აქვთ ძალაუფლება. აი ესე ცხოვრობდა მარტო სინკლიტიკია, ეს ახლა მე კი არა ათანასე დიდი გვიყვება ძალიან, აი ეს წლები გავიდა ასეთნაირად, ბევრი წელი გავიდა და ასე ცხოვრობდა სინკლიტიკია, სანამ ისევ
არ ახსრულდა მასზე უფლის სიტყვები, არ არის დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს და სანამ როდესაც უფალმა ინება უკვე რომ გამჟღავნებულიყო, ეს მარტო ცხოვრობდა თავის დასთან ერთად და ინება რომ გამჟღავნებულიყო სინკრიტიკიას ეს სათნოებები და ეს სინათლე, რომელიც მან მოიხვეჭა, რომ ეს სინათლე გამოფწყივებულიყო, ესე იგი. და ამის შემდეგ უკვე თანდათანობით შეიტყვეს სხვა მონაზვნებმა, დედებმა და დაიწყეს სინკლიტიკიასთან სიარული ჯერ. შემდეგ კი როგორც მოგახსენეთ, მან დიდი მონასტერი შექმნა, დიდი მონასტერი და დედები დასახლდნენ, ცხოვრობდნენ და აი კიდევ ერთხელ არ დავიღლები და ვიტყვი, რომ ანტონი დიდმა ბერების ერთად ცხოვრებას ჩაუყარა საფუძველი, ხოლო ამ სინკლიტიკიამ ჩაუყარა მონაზვნების ერთად ცხოვრებას საფუძველი. და მოვიდნენ უფრო ხშირად და ხშირად მოდიოდნენ მონაზვნები მასთან და ეხა იწყება. აი აქედან იწყება ეხა სინკლიტიკიას უშუალოდ მისი სწავლება. მოკლედ მოდიან ხშირად ეს დედები და ერთხელაც ვიღაცა გაბედა რა დედებიდან და კითხა სინკლიტიკიას დაუსვა შეკითხვა. თუ ვითარ ვცხონდეთ? ეს არის ნუ ყველაზე ცნობილი შეკითხვა საერთოდ, როდესაც ბერები ციგრებები ან როდესაც ნუ განსაკუთრებით ადრე მათი საუბარი ძირითადად ეს იყო, როგორ ვცხონდეთ? რა არის მთავარი? ანუ აი რა არის? რას გვეტყვი დედაო? აი რას გვეტყვი, იმიტომ რომ მე სინკლიტიკია ამაზეც ლაპარაკობს, რომ ვინ უნდა როგორ ლაპარაკს ფასი და ძალა, რომელსაც აქვს ქვეშ საფუძვლად გამოცდილება დიდი პირადი. ხო და ამას ახლა უკვე დიდი პირადი გამოცდილება აქვს და ამიტომ ეს არ არის ეს შეკითხვა, არ არის რაღაცა ესეთი ტყუილა სასაუბრო რა, ახლა მას ერთმანეთს ჩვენ შეგვიძლია ეს კითხოთ, ახლა და ჩვენი აზრი გამოვდგოთ, მაგრამ არა აქ ამას ფასი, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უკვე აი რა გითხრათ, ეს ეშმაკები, აი უფალმაც რა უთხრა, ხო? რომ ეშმაკებმაც იციან უკვე რომ სინკლიტიკია არსებობს აქა და მოკლედ ეკითხებია, თუ ვითარ ვცხონდეთ და სინკლიტიკიას პასუხი ესე იგი. სინკლიტიკია დავიჯახა რა ამოისუნთქა, ამოიხნეშა და დაიწყო ტირილი. ესე იგი, აი რა უნდა უპასუხოს ამას? რა უნდა უპასუხოს? არაფერი არ უპასუხა. ატირდა ნუ, როგორ ნაცხონდე. და აი ამ სიტყვებისგან მეუხედავად ესე წერია ათანასე დიდი ესე წერს, რომ დედებისთვისო აი ეს პირველი განსაკუთრებული ესე იგი ეს რომ დაიწყეს მასთან ეს ურთიერთობა, პირველი სწავლა იყო მისი გარეგნობა. ესე იგი რომ შეხედავდი სინკლიტიკიას, აი უკვე ატირდებოდი შენ თვითონ და უკვე რაღაცა საოცარი გზნობები მოგეძალებოდა სახეზე ეწერა ყველაფერი რა ფაქტიურად, როგორ გაატარა ეს წლები, აი როგორ იცხოვრა, როგორ რაღაცა, არ ვიცი, ხომ მე ვერ დავახასიათებ, იმიტომ რომ არ ვიცი და ხო და მოკლედ ეს და ესეთი სიტყვებით უპასუხა ბოლოს. ნუ მძლავრობ და ვრდომილსა, რამე თუ გლახაკარს და ნუ შეურაცხყოფ უძლურსა ბჭეთაზე და ეს არის იგავთა წიგნიდან. აი ეს სიტყვები უპასუხა, ნუ მძლავრობ და ვრდომილსა, ანუ წაქცეულ კაცს, აი და დაცემულ ადამიანს, ნუ დაუწყებ ჭიდაობას, რომ კაცი რო წაიქცევა, იმას ცემა აღარ ჭირდება. აი ესეთი რაღაცა უთხრა და ესე იგი გამოვიდა რომ რა უპასუხა, ესე იგი რომ მე ვარ დაცემული ადამიანი და მე ხა კიდე ასე იციან ხოლმე კიდე რომ აი რა ტკივნეულ ადგილზე რომ ფეხს დააჭერ ადამიანს. მე კიდე ამის ის მინდა, ისედაც დაცემული ვარ, ისედაც სულ ჩემ ცოდვებზე ვფიქრობ და ხა მე მოდიხარ შენ და მეუნები როგორც ხა ღირს დედას და რაღაც გამოცდილ ადამიანს, რომ აი ჩემი გამოცდილება გაგიზიარო და უდამცინი. ესეთ რამეს ესე იგი ეუბნება და კიდევ ერთხელ მინდა მის განათლებას ხაზი გაუსვა რა. ანუ ეს ყველაფერი, ხა მე მაგალითად ესე არ ვიცი და რა ვიცი, ხა არც ვიცნობ გონი ადამიანს, ნუ ვიცნობ როგორ არა, მაგრამ ნუ ნაკლებად ესე რა ვთქვა, ცოტას.
რომელიც ესე კარგად იცის საფუძველი, რომელსაც შეუძლებს ეს სიტყვები გითხრას, რომ ესე წერია იქ, რომ დამაჭრა ფეხს. ხო და ესენიც არ იყვნენ ნაკლები, ეს დედები, რომ მოვიდნენ, იყვნენ ნაკლები რა თქმა უნდა, მაგრამ ესენიც განათლებულები არიან და ერთ-ერთმა გაბედა და სიტყვა შეუბრუნა. დედაო, ესო გასაგებია, მაგრამ ხო წერია საფუძველშიო, რომ უსასყიდლოდ მიგიღებიესო და უსასყიდლოდ გასცემდითო. და შეხო ღმერთმა მოგცა ეს ყველაფერი და გაგვინაწილევა შენი გამოცდილება. ხო და არ გეშინიაო სინკრიტიკაზე ვინმე ამ შენი ტალანტის მიწაში დამარხვესო ესეც ხო სახარებიდან არის. და მე ესეთი რაღაცა თქვა. აი, იცით რა მაინტერესოსო? თქვენ ხო იცით რომ მე დიდი ცოდვილი ადამიანი ვარ. ესე კი ეს რას გულისხმობს ახლა ცოდვილი ადამიანია ხო? მაგრამ ეს ამან იცის ცოდვის არსი და იცის რომ ის პატარაც კი ასეთი ადამიანისგან ძალიან დიდ ცოდვად ითვლება. ღვთის წინაშე რა ესე თulis მოშთხოვში თვითონ წმინდა სიმპათიკია. ხო და ხო იცით რომ ცოდვილი ადამიანი ვარო და აი ამ ჩემი იცით რა მიგვისო? ამ ცოდვილი ადამიანისგან რას ელოდებითო? რომ აი რას გეტყვითო, რას გასწავლითო ესეც. მაგრამ შემდეგ უფალმა მას შთააგონა ასეთი რამე, რომ ის რომ ისე მათ მიმართ სიყვარული და თანაგრძნობით განიმსჭვალა და რომ მიხვდა ესეთი რამე, რომ დაფიქრდა, რომ ეს მას არ ჩააგდებდა ამ პარტავნებაში. ეს მოთხრობა დედების მიმართ არ ჩააგდებდა ამ პარტავნებაში და ესე იგი ამიტომ გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა დებს. გაეწია მათთვის დახმარება. და დაიწყო ესე იგი ხა პირდაპირ უკვე ლაპარაკი მათ მიმართ. ჩვენ ვიცით ყველამ. ეს უკვე პირდაპირ უშუალოდ სინკრიტიკიას საუბარია უკაცრავად ერთი წუთით. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უნდა ვცხონდეთ სინამდვილეში. მარხვით ლოცვით, ეს ცნობილია რა. მაგრამ მცონარება ეს არის განშვება, ეს არის რაღაცა გალაღება, რაღაცა მოკლედ აი რომ შეწყვიტაო ცოტა ხანი ამ მოვაწეობას. აი ამ მცონარებით ჩვენ კარგავთ ცხონებას. იმიტომ რომ თავარი მაინც ყველაფერში და ეს არის აი ფაქტიურად შეიძლება ითქვას მის მიერ ნათქვამი სიტყვებიც და ასევე თავარი აი წითელი ხაზი ლეიტმოტივი თუ რა ვიცი რა ვთქვათ აი თავარი სწავლება ალბათ სინკრიტიკიას ხატი როცა შეიქმნება ამას ბოლოში გაჩვენთ ერთადერთი გამოსახულება გაგვაჩნია სინკრიტიკიას ხატი რო შეიქმნება ალბათ ეს დიდი ასოებით უნდა ეწეროს აი ეს სახარებისეული სიტყვები შეიყვარო უფალი ღმერთს სინკრიტიკია ამბობს ახლა რომ თავარი როგორ თუ გინდათ რომ ცხონდეთ უნდა შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მეორე შეიყვარო მოყვასი შენი მითარცა თავისთვის ეს არის მათეოს 22 თავის 27-39 მუხლები და აი ამ ორცნებაში ისევე ეს ფაქტობრივად სახარებაში წერია აი ამ ორცნებაში არის ფაქტიურად მთელი ჯული და ყველაფერი აი მთელი სახარებისეული თუ არა მარტო ბიბლიური სწავლება აი ამ სიტყვებში არის განსხვავებული და სინკრიტიკიას სწავლებაც ესე იწყება და სინკრიტიკიას აზროვნებაც ესე იგი ცნობიერებაც ამაზეა დამყარებული და რასაც არ უნდა ესე იგი ნახე რას ამბობს რასაც არ უნდა ბრძნულს ლაპარაკობდეს ადამიანი სიბრძნეს თავებრივ სიბრძნეს აი რაც არ უნდა თქვა ყველაფერი იწყება და მთავრდება სიყვარულით
აი ეს არის თავი სწავლება, სიყვარული. აი ესე იწყებს სინკლიტიკა თავის თავის სწავლებას. შემდეგ მაგრამ სინკლიტიკიამოს მე უნდა დავამატო მაინც ერთი რამ ამაზე. რომ ცხადია, რომ ყველაფერი სიყვარულიდან მომდინარეობს. მაგრამ სიყვარული გულისხმობს, აი შემდეგი აზრი სინკლიტიკიაზე, რომ სიყვარული გულისხმობს სწრაფვას, აუცილებლად. ანუ ზრდას, ანუ მცირედან უფრო მეტის შეყვარებას და სინკლიტიკია, ესე იგი, ახსენებს დედებს იგავს მთესვარზე. როდესაც, ხა მე აღარ მოყვები ამ იგავს, როდესაც კარგ ნიადაგში მოხვედრილმა მმართველმა თავთავმა გამოიღო ნაყოფი ზოგმან 30, ზოგმან 60 და ზოგმან 100. და ეს ამბობს, რომ ესე იგი 100 არის მონაზონება, ანუ როცა ადამიანი ხდება მონაზონი, ბერი, ეს არის 100 60 სინკლიტიკიას განმარტებით, ანუ ფაქტიურად საფუძველს განმარტავს კიდე ყველაფერთან ერთად. ცხადია, რომ განმარტავს თავის ცხოვრებით სხვადასხვა. ხო და 60 არის, ეს არის დაუქორწინებელი ადამიანი, რომელიც მოღვაწეობაშია და არ არის დაქორწინებული და 30 ეს არის დაქორწინებული, ოღონდ კარგი მეოჯახე ქრისტიანი, რომელიც ამ ოჯახის პრინციპებით ცხოვრობს, ქრისტიანულ პრინციპებით. და კარგია, როცა 30-დან გადადიხარ 60-ზე, აი ეს არის სინკლიტიკიას, აი ეს კონკრეტული ამ სწავლების შინაარსი. გადადიხარ, ესე იგი 30-დან 60-ზე და 60-დან გადადიხარ შემდეგ 100-ზე. და პირიქით არის ცუდი. მაგალითად, ვინც ქალწულების აღთქმა დადო, იმან შეიძლება მე ეგეთი რაღაცა თქვა, იცხოვროს ესე როგორც მონაზონმა, ხო? და მე ესეთი რაღაცა თქვას, რომ იცი რა, ეს კი არის ხა 100, მაგრამ ის 30-იც კარგია. გავთხოვდები, ესე იგი, ანჯერი ტყვის რომ მონასტრიდან წავალ და ვიცხოვრობ ესე რა აუცილებელია ყოფნა მონასტერში. მე ერშიც როგორც გამიგია მე სხვა ჩოს ეგეთი სიტყვები. რომ რა არის არატორი აქ ცხოვრება აუცილებელი წავალ და ერში ვიცხოვრებ, არ გავთხოვდები და ვიცხოვრებ ქრისტიანულად. მე ამას ყოფილს ისეც ვაკეთებდი სანამ მოვიდოდი მონასტერში და შემდეგ წავა და შემდეგ ეს დრამას იტყვის რომ ტენდენცია თუ ასეთია რა. შემდეგ იტყვის რომ რა გავთხოვდე რა არიცი ახლა ეს ცუდი რა 30 ხო არის სახარებაში ნათქვამი რომ ზოგმა 30 გამოიღო ნაყოფი რა ცუდია. მე მეყოლება შვილები, მეყოლება კარგი ქმარი და კარგ ოჯახში შევქმნი და ვიცხოვრობ ქრისტიანულად. კი, კარგია ეს რა თქმა უნდა. ოღონდ აქ ნახეთ რას ამბობს, რომ თუ ქვემოდან ზემოთ არის ნაკლებიდან მეტისკენ, მაშინ ძალიან კარგია, მაგრამ მეტიდან ქვემოთკენ ეს არის ცუდი. ცუდი იმიტომ რომ ეს ტენდენცია, რომელიც მე კიდე რაღაცას გათქმენებს და ასეთი ადამიანი თუ ასეთი ტენდენცია გააგრძელა, მე ცოდებში ჩაიძირება და საერთოდ ვერ ცხონდება მე. აი ამაზეა ლაპარაკი. და ამიტომ ჩვენ ვინც 100 წილად გამოვიღეთ ნაყოფი, ანუ მონაზვნებზე ლაპარაკობს. ამას მე იტყვის კიდე, რომ ეს მარტო მონაზვნებს ეხება ეს სწავლება. თუმცა მე გიყვებით მეც თქვენ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი რაიმ საინტერესოებისათვის სასარგებლოა ეს ყველაფერი. და ნახეთ რას ამბობს, რომ ჩვენ ვინც 100 მაგი გამოვიღეთ ნაყოფი, ხო? ანუ მონაზვნები გავხდით. ესე იგი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და აუცილებლად ჩვენ ისე უფრო მეტისკენ უნდა გქონდეს და არა ნაკლებისკენ, სწრაფვა.
და როგორ გავაკეთოთ ეს? აი როგორ და სახარებაში წერია, სიმპლიტიკე ამბობს ამას. ოდეს ყოთ ბრძანებული თქვენ, ანუ რასაც ახლა ჩვენ ხო ამას ვაკეთებთ. უნდა უთხრა საკუთარ თავს, მონანი ვარ, უხმარნი, რა იცა სახმარ, რომელი თანაგვედვა ყოფად ყავით, ეს არის ლუკას სახარების მე-17 თავის მე-10 მუხლი. ამიტომ თუ აირჩიე მონაზვნობა. შემდეგ უნდა იფიქრო იმაზე, როგორ განახორციელო ეს და უფრო მეტად და მეტად როგორ გააკეთო ეს. შემდეგი სწავლება, ახლა მე წინასწარ მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ ესე იგი, ეს არის ვებერთელა, ახლა ძალიან დიდი მოცულობის წიგნი არ არის ეს ათანასე დიდის, ბევრი ფურცელია უბრალოდ, მაგრამ თავის სხვა რამეა, რომ ისეთი დატვირთული არის შინაარსობრივად, რომ მე არ ვიცი, მე რო ხა იმ წიგნს მივყვედა, ესე მოგიყვეთ ყველაფერი. ალბათ რამდენიმე დღე ხო იღლები მოთხრობისას ადამიანი და რამდენიმე დღე დაჭირდება ალბათ ამის მოყოლას რა. ამიტომ მე რასაც ახლა თქვენ გიყვებით, ფაქტიურად ეს 1/4-იც კი არ არის, უფრო ნაკლებია. უფრო ნაკლებია თვითონ ტექსტუალურად ვიძახებ, თორე ხო გეუბნებით, აი თითოეულ ეს ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მუდმივი საკითხავი უნდა იყოს მონასტრებში. ყველა მონასტერში სულ უნდა იკითხებოდეს ეს წიგნი, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩარჩება ადამიანს გონებაში. თორე ის რომ ეხა დასვა ადამიანი და ეს ყველაფერი თავში გადაუტანო, თუნდაც შენ თავს რო ეს გაუკეთო, შეუძლებელია. ვერ ყველაფერს ვერც გაიგებ და ვერც დაიმახსოვრებ, დრო ჭირდება ამისი აღთქმას. ამიტომ მეც ესე იგი გადავწყვიტე, რომ გადავწყვიტე კი არა, უბრალოდ ხანით შეუძლებელი იყო შემოკლებულად გიყვებით ამ ყველაფერს. ბევრი სწავლება, ესე იგი გამოვტოვე რა. ეხლა მეორე, ესე იგი, რასაც ასევე ეს დასაწყისია ჯერ უბრალოდ, ეს დასაწყისია, ჯერ ცოტა გამოტოვებული და კიდე მომავალშიც მოგიყვებით იქ უფრო მეტი და მეტი. მეორე, ესე იგი, ეს არის, რომ კიდევ ერთმა მონაზონმა დაუსვა კითხვა. არის შეკითხვა დაუსვა. ეს შეკითხვების დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და რა დაუსვა, ესე იგი, რომ არის თუ არა უპოვარება ძირითადი სათნოება. არის სრულყოფილი სათნოება არის თუ არა უპოვარება. და უპოვარებაზე უნება სინკლიტიკია. კი, ეს არის ნამდვილად, ოღონდ უპოვარება რას ნიშნავს, ხო? როდესაც არაფერი არ გაგაჩნია, გასცემ ყველაფერს და შენ თვითონ შენთვის აღარ იტოვებ. ნივთებზე ლაპარაკი, შესაძლებლობაზე და რაღაც, ხო? თავისთავად კი. ოღონდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც სინკლიტიკა უსწავლს. ეს არის სრულყოფილი სათნოება, მამაცი და მომზადებული ამისათვის ადამიანისათვის. იმიტომ რომ ისევ ნახეთ როგორი მაგალითი მოყავს, ესე იგი, თუ შენ გინდა გარეცხო შენი თეთრეული, ხო? ესე იგი, არაჩვეულებრივი საშუალება არის ეს ეხაც არის, ეხა არსებობს რაღაცნაირად ისეთი ძალიან დახვეწილი და ყველაფრის გამთვალისწინებელი სარაცხი მანქანები, ხო? მაგრამ პრინციპი ის არის, რომ უნდა დაბეგო, ადრე ბეგვავდნენ ამას, ჯოხს ურტყავდნენ ამას, რომ ეს ნაგავი, იმაში რა ქვია, რა თქმა უნდა, მსაყულში და წყალში, მაგრამ მან ჯოხით რეცხავდნენ, ან ხეხავდნენ. ხო და აი თუ ახალი თეთრეულია, მაშინ ძალიან კარგად ირეცხება და თეთრდება ასეთნაირად. მაგრამ თუ თეთრეული ახალი არ არის, ნახმარია უკვე და გაცვეთილია თუ რაღაც, დაიხევა ეს. აი ეს არის, აი ესეთი შედარება მოაქვს უპოვარებისათვის. იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა ესეთი რამე, რომ გასცემდა ხოლმე ადამიანი ეს სინკლიტიკე ამბობს ამას, გასცემდა ადამიანი და მერე გაუჭირდებოდა და ნანობდა, რომ რატო დავარიგე. აი ეს ცუდია. შენ სანამ გასცემ ამ ყველაფერს, შენ უნდა მე ესე იგი შენ უნდა მოემზადო ამისთვის. აი ასეთი ცხოვრებისათვის, უპოვარებისათვის ჯერ უნდა მოემზადო და მერე უნდა გასცე და
თუ შენ ამას გააკეთებ, მაშინ რა თქმა უნდა ეს გაცემა და ეს უპოვარება ძალიან ძლიერი საშუალება თუ შეძელი, ძალიან ძლიერი საშუალება არის ცოდვების დასამარცხებლად. და შემდეგ რას ამბობს, ნახეთ, თითქოს ახლა, გასაბასვი, ხო, მაგრამ არა, კიდე სულ რაღაცას ახალს ეუბნება. მაგალითად. ესე იგი, რა უნდა მოიმარაგო შენ და როგორ უნდა, მაგალითად, ბუნებრივია, ხო, თუ უპოვარებაში ხარ, ესე იგი შენ ძვირფასი საწყული და ესე იგი ორთოპედიული მატრასი არ გექნება დასაძინებლად, ყველაზე უფრო მოსახერხებელი რაც არის, ხო? უნდა მიეჩვია ძირსწილ, იატაკზე და შეიძლება იატაკიც არ ქონდეს ახლა გამოქვაბულში თუ ცხოვრობ და ძირს, მიწაზე ძილს. ჯერ მიეჩვიე და მერე გაეცი შენი მაგალითად შენი კარგი მატრასი, თქვათ, ხო? ამის შემდეგ და ბოლოს მოყავს მაგალითი და კიდევ ერთი განმარტება საფრთხო წერილის სინკლიტიკიას მიერ. უკაცრავად. სახარებაში არის ესეთი მაგალითი. როდესაც იესოსთან მივიდა ახალგაზრდა ჭაბუკი კაცი და უთხრა, რომ აი რა გავაკეთო, რომ ცხონდე რა არის თავარი. იესომ უთხრა, რომ ცნებები იცი. და ეს ცნებები აღასრულე. 10 ცნება გაქვს მოცემული და ამან უთხრა მეო ეს ბავშვობიდან გამიკეთებიაო. და ბავშვობიდან აღმისრულებიაო. ოღონდ არ იტყუებოდა ეს. და რო შეხედაო, იესოს შეუყვარდა ეს ბიჭი, რომ მართალს ამბობდა და უთხრა ესეთი რაღაცა, მაშინ წადი, გაყიდე ყველაფერი და დაბრუნდი და შემომიდექი და ჩემთან ერთად იარე და იცხოვე. და ეს ბიჭი შეიქმნა მწუხარე, ეს ჭაბუკი. იმიტომ რომ იყო მდიდარი ფრიად. და ვერ გააკეთა ეს. და ეხლა ნახეთ სინკლიტიკია რას ამბობს. მე ასე მგონიაო, რომ ნახეთო, პირდაპირ კი არ უთხრაო, რომ წადი და ყველაფერი გაყიდეო. ჯერ ცნებები უთხრაო, რომ ცნებები შეასრულეო და რომ გაიგო და დარწმუნდა, რომ ეს ცნებები შესრულებული აქვს, მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა, რომ წადი და გაყიდე ყველაფერი, ანუ უპოვარებაზეა რა პასუხი, რო კითხეს სინკლიტიკიას და ესე იგი მხოლოდ მე ასე მგონიაო, სინკლიტიკი ამბობს, რომ ამასო ეს ხო კითხა, ყველა ცნებები შეგისრულებია თუ არა და ეს ამას რო ეთქვა, რომ არა მაქვს შესრულებული, მე მგონია, რომ არ ეთყუდაო ისო, აი ამ უპოვარებაზე არ ეთყუდაო, რომ წადი და ყველაფერი გაყიდე, უბრალოდ არც ეთყუდაო ამას. ამიტომ და კიდევ ერთი მაგალითი მოყავს. აი კითხველი რა, ხო, კარგია, როდესაც ადამიანი კარგად კითხულობს. და ეხლა დაავალე შენ კარგად კითხვა იმას, ვინც წერა კითხვა არ იცის. აი ვინც არ იცის მარცვლები როგორი წერება, თქვათ, ხო? ან რაღაც ახალი შესწავლილი აქვს ეს დამწერლობა, ხო? ასოები რა. აი ასოები თუ არ იცი, კარგად როგორ წაიკითხავ. აი ესე არის ეს უპოვარების, რა თქმა უნდა, კარგი სწრაფი კითხვა და მხატვრული კითხვა, რა თქმა უნდა, ძალიან შთამბეჭდავი და კარგია, მაგრამ იმისათვის რომ ეს გააკეთო, ანბანი უნდა იცოდე რა. ამიტომ ეს უპოვარების სათნოება კარგია მისთვის, ვინც უკვე პირველადი ჩვევები მოღვაწეობის გამოიმუშავა და რომელიც მიეჩვია უკვე სიკეთეში ყოფნას და ესეც ბოლოს ასრულებს, ესე იგი, ასეთი სიტყვებით. ფსალმუნებიდან არის 154 ფსალმუნიდან თვალნი ყოველთანი შენ და მიესვენ და შენ მოსცი საზდელი მათი ჟამსა. ესე იგი, ნახეთ რაზეა, რომ შენ და მია უფალს მიმართავს მე ფსალმუნე,
რომ ყველა შენ გიყურებს და შენ მათ დააპურებ აუცილებლად, ოღონდ ადამიანს უნდა შეეძლოს რომ ესე იგი დაელოდოს ამას, დაელოდოს და ეს არის სწორედ ეს მოღვაწეობა. და ნუ აი თითქოს ამოიწურა, მაგრამ კიდე არ არის დამთავრებული. აი კიდე უფრო ღრმად ნახეთ, კიდე უფრო აი კიდე აგრძელებს იმ კრიტიკია უპოვარებაზე საუბარს. რომ უპოვარები, უპოვარნი ვინც არიან, ვინც ამ სათნოებას აღასრულებს, კიდე უფრო მეტ სიკეთესაც იღებენ აქედან, კიდე უფრო მეტ სარგებლობას. ესე იგი უპოვარება ისინი თავისუფალი არიან, უპოვარი ადამიანები თავისუფალი არიან მიჯაჭვულობისაგან, მიწიერებაზე არ არიან მიჯაჭვულები და ესე იგი ნახე რა საინტერესო მაგალითი მოყავთ. მოყავს ფსალმუნების სიტყვები, ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენს წინაშე და მე მარადის შენთანა ვარ. ესე იგი ნახეთ ეს უპოვარება, ეს გავს შინაური ცხოველის მინდობას თავისი პატრონისადმი, რომელიც თვითონ ზრუნავს რა აჭამოს მას პირუტყვს. და ის, ესე იგი, არ ეძებს სხვას, აი თუ შენ ყავს მაგალითად პირუტყვი ოთხფეხა თქვა საქონელი ან ძაღლი ყავს მაგალითად, რომელსაც შენ კარგად ცხადია რომ შენ უნდა გამოკვებო შენი შინაური ცხოველი, ხო? ცხადია შენი ვალდებულება არის რომ შენ თუ ყავს შინაური ცხოველი გამოკვებო. შინაურ ცხოველს თუ კარგად გამოკვება, იმას მეტი ის აღარაფერს აღარ ეძებს და ცხოვრობს შენთან ერთად. აი ამაზეა. ესე იგი, ვითარცა პირუტყვი შევირაცხებე შენს წინაშე, ანუ როგორც შინაური ცხოველი ვარ შენთან, უფალთან და მე მარადის შენთანა ვარ. აი ეს არის საწინდარი იმისა, რომ ესე იგი ეს ძაღლი მაგალითად, ხო? შენი ერთგული ძაღლი რაზღებულობს, ესე იგი სანაცვლოდ. ესე იგი შენ მას აჭმევ და ის კიდე მთლიანად შენთან ცხოვრობს. შენია მთლიანად. აი ესე განამზადებს ადამიანი თავის თავს, როგორც პირუტყვის უფლის მიმართ. და კიდევ ნახეთ, ესე იგი აღარ შენ კმაყოფილდები შენი პური, შენი არსობისა, უფალი ამას გაძლევს, თუ შენ შეგიძლია, ნახეთ, დაელოდო აი ამ უფლისგან მოღებულ წყალობას, უფალი გაჭმევს, უფალი გზრდის და არ გჭირდება შენ არც ფული, არც არაფერი საერთოდ. და ემსგავსები ისევ სახარებისეული სიტყვები მოყავს კრიტიკას. ფრინველნი ცისანი არას თესლენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთ ან ფულს არ აგროვებენ და მამაი ზეცათაი ზრდის მათ. და მათ ჯერათ უფლის აი ადამიანებს, რომლებიც ასე ცხოვრობენ ამ უპოვარ ადამიანებს, მათ ჯერათ უფლის სიტყვების, აი ამ სიტყვების, რომ მე თქვენზე უფრო თქვენ ჩემთვის ფრინველებზე უფრო ძვირფასი ხარ და რა თქმა უნდა ვიზრუნებ თქვენთვის და ამ სიტყვების ჯერათ და ისევ ფსალმუნების სიტყვები მოყავს, მე 115 ფსალმუნიდან, მრწმენა მე, რომლისათვის ვიტყოდე, აი ჯერა მე მისი, ჯერა. და ამიტომ რადგან ესე იგი არაფერი არ გააჩნიათ, ისინი ბევრად უფრო ადვილად ამარცხებენ ეშმაკს. ეშმაკი რომელიც ყოველთვის ცდილობს რომ ადამიანს რაღაცა და ისინი ბევრად უფრო მეტად ამარცხებენ, ბევრად უფრო სწრაფად. რატო? იმიტომ რომ არაფერი არ აქვთ. აი თუ გაყანა მაგალითად, ხო? ეს ისევ სიმპლიტიკია სიტყვის გეუბნებით. თუ გაყანა თქვათ რაღაცა დააგიწვავს ამ ყანას ან რაღაცა იმას გიზამს არ მოგცემს მოსავალს და ინერვიულებ. თუ გაგაჩნია საქონელი რაღაცას გაგიჩენს ეს ეშმაკი და ამოგიწყვიტავს ამ საქონელს, ხო? და შესაბამისად თუ რაიმე ნივთები გაქვთ თუ რაღაცა ქურდი მოგპარავს, ხო? ამ ფული თუ გაქვს სადმე მიწაში ჩამარხული და სულ ნერვიულობ ამაზე, ხო? და აი თუ არაფერი არ გაქვს, ესე იგი არაფერი მაშინ ის ვერაფერს ვერ გიშვება ეშმაკი. არ გაქვს რა არაფერი. და თავისუფლად ცხოვრობ.
და შესაბამისად ეს ყველაფერი მიატოვეს და ესე იგი თუ ეს ასეთი როგორ ამთავრებს ამ საუბარს ნახეთ ამ თემაზე თუ ეს ასეთი დიდი სათნოება ეს უპოვარება მაშინ რამდენად ესე იგი დიდი ცოდვა არის ვერცხლის მოყვარება და ეს არის საფუძველი თავი და თავი ყოველგვარი ბოროტების ვერცხლის მოყვარება და პავლე მოციქულის სიტყვები მოყავს შემდეგ და ამბობს რამე თუ ძირიას ყოველთა ბოროტაი ვერცხლის მოყვარებაი რომელსა იგი ვიეთმე გული უთქმიდა და შესწეს სარწმუნოებისაგან და თავნით ვისმის შესთხინეს სალმობათა მრავალთა აი აცდუნებს ადამიანს ეს ნუ სამ ნაწილად ქათანასედიც გაყოფილი ეს ეხლა ეს პირველი ნაწილი რაღაცა მცირე ნაწილი მოგიყევით ეხლა რაც შეხება მეორე და მესამე ნაწილს უბრალოდ რამდენად საინტერესოა იმისათვის რომ ეს წარმოიდგინოთ რაღაც ერთ მეორე ნაწილიდან ერთ სწავლას მოგახსენებთ ესე იგი რას ამბობს მე თქვენ ახლა გიყვებით ერთი წუთით სინკლიტიკი ეუნება ახლა თავის მონაზვნებს უკვე ნუ დებს მე თქვენ გიყვებით საერთოდ მოკლედ როგორ შეიძლება ეშმაკმა რომ დაგიჭიროს და როგორ შეიძლება რომ ეშმაკმა დაგამარცხოს რა ხო და ის რასაც მე თქვენ გეუნებით აი მე ადრე წინა ცოტა ხნის გითხარით ეს ეხებათ მონაზვნებს მხოლოდ იმიტომ რომ მონაზონს აქვს მარტო კადენიერება პირდაპირ ებრძოლოს ეშმაკს თუმცა და ესე იგი რას ამბობს ნახეთ ეს ჩემი საუბარი ოღონდ მე რაც მოგიყევით ეს კი არა მარტო უამრავია იქ როგორც გითხარით აი ბევრი ეს სულისათვის სასარგებლო თხრობა ეხებათ მონაზვნებს და მონაზვნები ღებულობენ აქედან სარგებლობას იმიტომ რომ ეს როგორც არ შეიძლება მაგალითად თუ შენ ყავს ისევ შინაური ცხოველები ყველას ერთ საჭმელს ვერ მიცე ყველას თავისი საჭმელი უნდა მიცე ხო და კიდევ ესე წერია სახარებაში მაგალითი უფალი ყვება რომ არაშთაასხია ღვინო ახალი თხერთა ძველთა ანუ ესე იგი ახალი ღვინო ეს არის რომელიც დუხს ეს არის რომელიც უნდა დაღვინდეს მაჭარი გაზებს გამოყოფს ძალიან სხვათა შორის აი რო ჰერმეტული რო იყოს აი სივრცე ჩაკეტილ სივრცეში რო ღვინო დადუღდეს ესე იგი ვერ შეხვალ იქ ისეთი ამონაბოლ ქვია კი არა ნუ ეს გაზებს უშვებს ვერ ისუნთქებ რა უბრალოდ იქ გაიგუდები რეალურად რა ხო და მაგრამ თუ დამდგარი ღვინოა ის კი შეიძლება ძველ ჭურჭელში ჩაასხა და არაფერი არ მოვა თუ ახალ ღვინოს ჭურჭელში ჩაასხა ის გასკდება რა ის ჭურჭელი ვერ გაუწევს ნუ ეს ვინც ღვინოსთან შეხება აქვს ეხლა რასაც ლაპარაკობ ყველაფერი მისთვის გასაგებია და ამიტომ ესე იგი და კიდევ რას ამბობს ნახეთ რომ ამ პირუტყვებს შორის პირუტყვი ანუ ვინც არ ლაპარაკობს არა ადამიანის გარდა სხვა ცხოველებზეა ლაპარაკი მათ ესენი სხვადასხვანაირები არიან ზოგი არის ფრინველი და დაფრინავს ცაში ზოგი არის თევზი რომელიც სიღრმეში დაცურავს ხო და ზოგი არის ცხოველი რომელიც დედამიწაზე ესე იგი დედამიწის ზედაპირზე ცხოვრობს და აი ასეთნაირად არიან ადამიანებიც ზოგს ამიტომ იძახის ეს რომ ეს ყველასთვის არ არის სწავლება რომ ზოგს თავისი მზერას ეცისაკენ აქვს მიმართული და სულ ამ პრინცის ფრინველების გავსაც ზეცაშია მისი გონება ხო ზოგი ესე იგი ძირითადი ნაწილი ადამიანების
არიან ესე იგი ეს საშუალო ადამიანები. ესენი არიან ისინი როგორც აი დედამიწის ზედაპირზე რო დადიან. და არის გარკვეული ადამიანების კატეგორია, რომელიც ისე არის ცოდვებში ჩაძირული, როგორც თევზი წყალში. და ჩვენ მონაზვნები აუცილებლად ჩვენ უნდა სამონაზვნო დასზე მაგ ახლა ლაპარაკი, ანუ სინკლიტიკას სიტყვის გეუბნები. და ჩვენ მონაზვნებმა უნდა შევიმოსოთ არწივის ფრთები და ავფრინდეთ ზემოთ. და ნახეთ ისე 50 ფსალმი სიტყვები. დავსტურგუნოთ ლომი და ვეშაპი. ესე იგი, აი ამას ეს არის აი ხა ეს ძალიან მოკლე და კიდევ ერთი სწავლება აი ამ მონაზვნობის შესახებ. და ახლა მე გადავდივარ შემდეგი, ნუ კიდე მესამე ნაწილია, ათანასეს აქვს ესე სამ ნაწილად დაყოფილი. გადავდივარ მესამე ნაწილზე, ნუ ხა ძალიან მოკლედ გიყვებით, თქო გითხარით, აი ძალიან მოკლედ რა. და ნახეთ რა შეუნება ახლა შემდეგი, რასაც ასწავლის სინკლიტიკია. რომ ძალიან სახიფათოა ადამიანს ასწავლო მანამ, სანამ შენ თვითონ გაივლი აი ამას შენი მოღვაწეობით. სანამ შენ თვითონ შენი საქმით არ აღასრულებ იმ სათნოებას, რომელიც შენ გინდა რომ სხვას ასწავლო. არ შეიძლება. შენ უნდა შენ თვითონ გქონდეს ეს ყველაფერი გამოცდილება. ეს იგივეაო, ისე ნახეთ როგორი მაგალითი მოყავს, იგივეა რომ შენ გქონდეს სახლი, რომელიც არის, ნუ, შერყეული რაღაცნაირი და მოიწვია მაინც ახლა სტუმარი თუ მოგივიდა, ხო, რა თქმა უნდა, სტუმარი თუ მოგივიდა, შენ ესე იგი, ნუ, უნდა დაპატიჟო რა, სახლში შემოიყვანო, ხო, სწორია, მაგრამ წარმოიდგინე ახლა სტუმარი მოიყვანა იმ შენ დანგრეულ სახლში და დაუბერა ღამე კარმა და ჩამოექცა თავზე ეს სახლი. აი, ხო არ იქნება კარგი. ანუ თუ შენ გინდა რომ სტუმარი მოიყვანო, სახლი უნდა გაარემონტო რა, კარგად. ხო და რომ დაგემხოს თავზე მოკლედ ეს ყველაფერი. ამიტომ თუ შენ გინდა რომ სხვას ასწავლო სიკეთე, აი ეს სათნოებები. ეს სათნოებები შენ თვითონ აღასრულო, თორე შენს დაგუპავს ეს და ეს სწავლება და იმასაც ვისაც ასწავლე. და კიდევ თუ შენ გინდა რომ კარგი ნახატი გამოგივიდეს, აი ესეთი მაგალითები აქვს სულ. შენ უნდა იცოდე კარგად საღებავის თვისებები. და თუ შენ დახატავ რაღაცას კარგად, ისეთი საღებავი უნდა იყოს, წვიმა რომ მოვა არ წაშალოს ის რა. ანუ შეინახო, ხო? თუ წყლის საღებავებია, მაგრამ თუ გინდა რომ ნახატმა გაძლოს, ეს საღებავები უნდა იყოს მტკიცე, როგორც სწავლება შეთავსებული მოღვაწეობასთან. აი ეს აღარ წაიშლება. უკვე თუ შენ ადამიანს იმას ასწავლე, რაც შენ თვითონ გააკეთე და კარგად იცი, ეს არის გამძლე. შემდეგ ისე მონაზვნებს ასწავლეს, იმიტომ რომ ხო გეუბნებით აქ პირდაპირ ეშმაკებზეა ლაპარაკი. და ხედავდა იგი ამ ეშმაკებს და რაღაც ამას ახლა ცოტა ხანში დავინახოთ. ესე იგი ერთ-ერთი მთავარი აუცილებელი სათნოება თუ იარაღი შენ ხელში ეს არის მოთმინება. და უნდა ებრძოლო ეშმაკს, მაგრამ მოთმინებით უნდა ებრძოლო, იმიტომ რომ ის ყველაფერს ცდილობს შენ რომ ესე იგი და გაკარგინოს, ოღონდ ვერ დაგამარცხებს, იმედი უნდა გქონდეს ამისი. და ესე იგი ამ მოთმინებით არ უნდა შეწყვიტო მოღვაწეობა. მსგავსად იმისა, რომ როდესაც მეზღვაურები გემში ჩასხდებიან ნავში და გავლენ ზღვაში და როდესაც ქარი დაუბერავს, უკვე ზურგის ქარი და ესენი ამართავენ იალქნებს და ამით მიიწევენ წინ. შეიძლება მე უცებ შეიცვალოს და საპირისპირო ქარმა დაუბეროს.
ოღონდ ესენი ალქნებს არ ჩამოუშვებენ მეზღვაურები, ეს ხა საზღვაო საქმე ვინც იცის, ამან იცის ძალიან კარგად ყველაფერი, ხო? სინკლიტიკია. ხო და არ ჩამოუშვებენ, არამედ იბრძვიან, რაღაც მოატრიალებენ, რაღაც ებრძვიან ამ ქარს. და იციან, რომ აი მათ შესწევთ ამისი ძალა ოღონდ რა თქმა უნდა. აბა ეს ზღვაში მეზღვაური როგორ გავა, ხო? და გაიმარჯვებენ, დამთავრდება ადრე თუ გვიან ეს აპირისპირე და ისევ ზურგის ქარი დაუბერავს. აი ასე როდესაც ცხოვრებისეული ქარიშხალი დაიწყება შენს მონაზვნის ცხოვრებაში, ჯვარი აღმართე, როგორც ალქანი. და ნუ შეგეშინდებოდა იმოგზაურე. და ბოლოს ამითი ამთავრებს თავის თხრობას ათანასე დიდი და ამბობს, რომ ესეთი იყო სწავლება, ხო გეუბნებით ახლა მე გამოტოვეთ ძალიან ბევრი. ხო და ესეთი იყო სწავლება წმინდა სინკლიტიკიასი უფრო სწორედ საქმენი მისნი. ამიტომ დაარქვა ესე ცხოვრებაი და სწავლანი. და საქმენი მისნი წმინდა და რას ამბობს განახეთ ათანასე და ეს ახლა რაც მე მოგიყევით ცირე აი ამონაკრები მარტო ათანასეს მიერ მოთხრობილი და ათანასე ამბობს ახლა ესეთი იყო სწავლანი და უფრო სწორად ცხოვრება სინკლიტიკიასი საქმენი მისნი და მე მოგიყევით ძალიან ცოტა ათანასე ამბობს ამას იმიტომ რომ მე რო ეს მომეყოლა ისეთი იყო რომ ყველაფრის მოყოლა იყო შეუძლებელი აი ასეთი იყო წმინდა სინკლიტიკია და ბოლოს ეშმაკმა უკვე ვეღარ აიტანა ეს ამხელა სიკეთე და ნუ ეს ეშმაკი ბორგავს ახლა ნუ ვერაფრიდან ვერ საიდან ვერ მოუარა ხო და ნუ ფაქტობრივად უკვე 80 წლის გახდა სინკლიტიკია ამასობაში 80 წლის არის ხა რასაც მოგეყვებით და ღმერთმა დაუშვა მისამას უფლება რომ შეხებოდა მის ხელს სინკლიტიკიას ხელს ისიც იმიტომ რომ აი ხო იქ არის ერთ ადგილას ესე იგი რომ ეს ალა როდის გამოუჩა ეს უნდა მომეყოლა რომ ღმერთი ძირთად შეზრუნავს მაგრამ როგორც მშობელი ბავშვს რომელიც იწყებს სიარულს უჭირავს და სპეციალური აღვირები არსებობს არ ვიცი ხა არის კიდე თუ არა ჩვენ დროს იყო ეს აღვირი და აი ამ აღვირით უშვებს ბავშვს და ესე ასწავლის სიარულს მაგრამ რაღაც მომენტში როდესაც ბავშვი უკვე მზად არის ამისათვის გაუშვებს ხელს შეიძლება წაიქცეს ეს ბავშვი ადგება არ აუშვებს ადგება ოღონდ რა თქმა უნდა ყურადღებით არის მშობელი რომ რამე არ დაიზიანოს ამ ბავშვმა მაგრამ ბავშვმა თვითონ უნდა გადადგას დამოუკიდებლად ნაბიჯები აი ასე ზუსტად ეშმაკისგან იცავს ადამიანს ღმერთი და ასევე განსაკუთრებულად ახლა ჩვენ ისე მონაზვნებზე ვსაუბრობთ მონაზვნებს იფარავს ეშმაკის ძირითადი თავდასხმებისაგან მაგრამ ხანდახან მიუშვებს იმისათვის რომ ადამიანი თავისი უნარებით თავისი მოპოვებული გამოცდილებით შეებრძოლოს და კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მოიხოჭოს მაგრამ აქ ამ შემთხვევაში რაც ახლა მოგიყვებით აქ სხვა იყო კიდევ მიზანი აქ მიუშვა ეშმაკი უფალმა იმისათვის რომ კიდევ უფრო დიდი გვირგვინი მოეხვეჭა ერთის ხრივ სინკლიტიკიას მაგრამ მან მისცა რაღაცა არაჩვეულებრივი მაგალითი დედებს თავისი მოწამეობრივი აღსასრულეთ იმიტომ რომ ნახეთ ხა თავს არ ამბობნა მოგიყვეთ ხა ესე იგი ათანასე თვითონ აღთვალენებით ყვება ამ ამბავს რა ესე იგი მან რაღაცა მსგავსი გააკეთა ღმერთმა დაუშვა სინკლიტიკიაზე როცა როგორც თავის დროზე იობის შემთხვევაში ზუსტად იგივე გააკეთა ოღონდ ათანასე ამბობს რომ გონი მეტიო იობზე მეტი იყო მე მგონიო რა იყო იქაც ხო იქ ეშმაკი ეუბნება ესე იგი ღმერთს რომ ეს იობიო იმიტომ შენი ერთგული რომ ყველაფერი აქო და ნუ აბა ქონება აქ რაღაცა ჯანმრთელია და ნუ იქ ძალიან საინტერესოა ეს იობის წიგნი ხო და ნელა მიუშვებს უფალ ეუბნება რომ ეს გააკეთებულ აი ჯანმრთელობას არ შეეხო მე ეუბნება მე ხა აღარ მოყვები იობის ცხოვრებას და ბოლოს
ეუნება რომ სიცოცხლეს ნუ შეეხები და ჯანმრთელობა დაუზიანე იობს. და 35 წელი იყო იუბი ამ წყლულებში. და ეს თვითონ როგორ ვთქვათ ახლა, აი ეს რაც გადაიტანა იუბმა 35 წლის განმავლობაში, აი რომ გაანაწილო 35 წელიწადზე, ამან 3 წელიწად ნახევარში გადაიტანა ეს ყველაფერი უფრო ინტენსიურად შესაბამისად. ანუ ზუსტად იგივე იყო, ოღონდ იმას არ ვიცი ხა მე ცოტა მიჭირს ამისი ახსნა, რომ როგორ შეიძლება რომ 35 წელი უფრო ადვილი იყოს შენთვის ვიდრე 3 წელიწად ნახევარი, მაგრამ აი ამის შემთხვევაში ესე იყო. და ესე იგი დაუწყო ეშმაკმა დაუწყო წამება. ესე იგი ეს ფაქტიურად, რასაც ესე იგი ესე იგი რაც ამან განიცადაო ამ სინკრეტიკიამ, უფრო მეტია ვიდრე მოწამეობრივი აღსასრული. იმიტომ რომ ახსნის ამას, იმიტომ რომ მოწამეს გარედან ხო სხვა შეარჭობს იქ ატყენს, მოტეხავს რაღაცას ხო დაჭრის იმითი რაღაც არ მომიყოლია. რა შემთხვევები არ ქონია მოწამეების ცხოვრებაში, მაგრამ ეს გონი უფრო მეტი იყო, რატო? იმიტომ რომ ის თუ გარედან ვიღაცა ეს შიგნიდან გიშვება ამას, ეშმაკი ამ შემთხვევაში შიგნიდან. და პირველი რაც ესე იგი დამართა ტანჯვაც დაუწყო სინკრეტიკიას, ეს იყო რომ ფილტვები დაუზიანა. ფილტვები დაუზიანა, არ ვიცი, ალბათ რაღაცა აი ამ ტუბერკულოზის მსგავსი რაღაცა დაემართა თუ რაღაცა და ოღონდ ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ეს ხედავს პირდაპირ ამ ეშმაკს როგორ მოდის და როგორ უზიანებს ყველაფერს. და ამას ყველაფერს ითმენს სინკრეტიკია. დებიც ხედავენ ამას. ოღონდ დები ეშმაკებს ვერ ხედავენ, ესენი ხედავენ რომ სინკრეტიკია ძალიან ავად. და მოკლედ პირველი რაც გააკეთა დაუზიანა ფილტვები. დაუზიანა ფილტვები და ესე იგი ეს სისხლი რო აღებინებს, ფილტვები მოყვებან. სხვა შორის გამიგია ესეთი ძალიან დაავადებული ფილტვები, ვისაც აქვს, აი ნაკონი ფილტვის ნაწილები ამოდის ხოლმე. და შემდეგ რაც გაუკეთა, ესე იგი თანდათანობით, ესე იგი აი 3 წელიწად ნახევარი აწვალა ესე წარმოიდგინეთ რა. თანდათანობით ესე იგი სულ ქონდა მაღალი სიცხე ამ სინკრეტიკიას. ეს სიცხე სულ ემატებოდა და ემატებოდა. ანუ ესეც ქონია ჩვენ წმინდანების ცხოვრებაზე, ნელცეცხლზე რო დებენ და წვავენ ადამიანს. ოღონდ ეს გარედან შენთებული ცეცხლია. ამას ეს შიგნით უკიდია ეს ცეცხლი. და აი ესეთნაირად მისი სხეული აი ესე ტანჯა 3 წელიწად ნახევარი ეშმაკმა. შემდეგ ესე იგი ეს მაინც ახერხებდა ძალიან დიდ სულოვნად ამის გადატანა და დებს ამხნევებდა. ესე იგი არ წყვეტდა ამ თავის სულისათვის სასარგებლო საუბრებს. მიუხედავად ამისა და ამიტომ მის საუბრებს განსაკუთრებული ძალა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ ხედავდნენ ეს დები რა დღეშია და ეს კიდე შვიდად ყოველგვარი ღელვარების გარეშე უყვებოდა ვითომც არაფერი. უყვებოდა ამას. და ესე უნებოდა რომ დედებს ამ დროს რასასწავლიდა. ცონარებაში ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ცონარებაში არ უნდა იყოთ. იმიტომ რომ როდესაც განმარტოებით ახარ, განმარტოებული რო ხარ, ეს ეშმაკი ეს ახლა ისევ სინკრეტიკას სწავლებას გიყვებით. კბილებს აღჭრიალებს და ელოდება რაიმე მცონარებაში, აი თუ რომელიმე სადმე მიუშვა ადამიანმა თავი, ან ცოტა მეტი შეჭამა, ან თუ თქვა რაღაცა, ხო? აი იქ მაინც მივა და იქ წდება ეშმაკი. და ნახეთ და სულ გახსოვდეთ ამბობს სინკრეტიკია ესეთ რამეს, რომ ბოროტ ადამიანებსაც კი, რომლებმაც თავისი გზა ეს ბოროტი გზა ირჩია, აქვთ აუცილებლად შიგადაშიგ გამონათება რაღაც სიკეთის. და კეთილ ადამიანებსაც კი,
ყოველთვის აქვს რაღაცა შინაგანი ბზარი. ან რაღაცა შეცდომა შეიძლება დაუშვას. ანუ ბოროტ ადამიანსაც აქვს კეთილი ნაწილი და კეთილ ადამიანსაც რაღაცა ბოროტება. და კიდევ ერთხელ ნახეთ, ესე იგი სხვანაირად, ცოტა სხვანაირად, რომ ბოროტ ადამიანმა შეიძლება რაღაცა მოწყალება გააკეთოს. ხოლო ვინც მარხვაშია, მარხულობს და ლოცულობს და მოღვაწეობს, მაგალითად, მან შეიძლება განიკითხოს სხვა და ვერცხლის მოყვარების სცენით დაავადდეს და ამიტომ ნუ იქნებით მცონარებაში, იყავით მუდმივად ფრთხილად. და არ გეგონოთ, რომ თუ რაღაცა მეორე ხარისხოვანი არის აი ამ ესე იგი რომ არ არსებობს ეს მეორე ხარისხოვანი, მოკლედ ყველაფერი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთი და იგივე მცირე ცოდვა შეიძლება დიდი დაბრკოლების საგანი გახდეს. აი თუ რაღაც ის უფლება შენ თავს აძლევ და ეს თუ განმეორებადია. ნახეთ, ასეულება. ეხლა მე რუსთაველის სიტყვას მოვიყვან, მაგრამ ამას ამბობს ათანასე დიდი, რომ წვეთი ქვას გალევს. გასტეხს ქვასაც ამაგალსა, გდევნი ტყვის არბილისა. აი ესეთი რამე შეუნება. და ჩვენ ეს მოგიყევით უკვე, როდესაც ბავშვი არ უსასწავლის, ეხლა ეუნება, მე აღარ მახსოვდა და ესე იგი მცირე ბრძოლის უფლებას ჩვენ ღმერთი გვაძლევს ეშმაკთან და აქ უნდა გამოვიჩინოთ მოკლედ ის. დიდად ღმერთი გვიცავს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა მზად ვიყოთ აი ამ ესე იგი ნებებთან საბრძოლველად ამ შემთხვევაში ესე შეიძლება ითქვას, ამ ბოროტალებთან და თუ ჩვენ დიდ ბოროტებასთან ღმერთის ძალებს ვიყენებთ და ღმერთის სასწაულებს გვიხდენს, აი მცირე ბოროტებასთან ჩვენ უნდა ჩვენი გამოვიჩინოთ ჩვენი უნარები და ნახეთ რას ამბობს, მცირე გამოსწორს თუ არ ჩაავარებთ, დიდ ბოროტებას სხვანაირად როგორ დავამარცხებთ. და ეხლა გადავდივართ უკვე ბოლო ნაწილზე რა მის ცხოვრების. მოკლედ, ისე ეშმაკი, ისე გადაირია და ისე კიდევ ვერ დაკმაყოფილდა, აი ასეთი, აი ვერ მოკლედ დამარცხდა კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ ხო გეუბნებით, აი ფიტოები დაუზიანა, ნელცეცხლზე წავდა და ეს კიდევ მაინც ესე მშვიდად აგრძელებდა ესე იგი სწავლებას ერთი წუთით. ბოლოს რა გააკეთა? ესე იგი ის დაუზიანა ის ორგანო, რომელთაც ლაპარაკობდა, ანუ პირი. და რა გაუკეთა, ნახეთ. და ესე იგი ლაპარაკის უნარი წაართვა. ლაპარაკის უნარი წაართვა და აი აქ მოხდება ეხა რაღაცა განსაკუთრებული ამასახე გიყვებით, რომ უსიტყვოდ მან გააგრძელა ქადაგება და ესე იგი საოცარი მაგალითია ჩვენა კიდევ ერთხელ თავის დებს და კიდევ ერთხელ დაამარცხა ეშმაკი. ეხლა რა მოხდა? ესე იგი ატკივდა კბილი. სინკლიტიკიას კბილი აუტკივა. და ამ დაუჩირქდა რა კბილი მოკლედ და ამის გამო დაუჩირქდა მთელი ღრძილები პირში. და მალე ესე იგი ეს კბილი ჩამოუვარდა. ეს დაჩირქებული კბილი მოძვრა. და მთელი ყბა დაუჩირქიანდა. ეს დაუჩირქდა. მთელი ყბა და 40 დღე იყო ასეთნაირად. და შემდეგ ორ თვეში თლიანად ესე იგი გაუშავდა ეს პირი და ისეთი ყროლი თუ რა ვიცი რა ქვია, საშინელი ჰაერი სუნი ქონდა ამ ყველაფერს,
რომ დები ახლოს ვერ ეკარებოდნენ. დები ახლოს ვერ ეკარებოდნენ და ესე იგი, ნუ თან მალავდნენ ამას და მოდიოდნენ გარბოდნენ. ესე იგი, აი ძლივს მე კიდე რა შვებოდნენ, იცით? რომ იკარებოდნენ, სინკლიტიკიაზე უფრო მეტად ეს სუნი, ეს სიმყრალე დებს უფრო აწუხებდა რა. და ესენი რომ მოდიოდნენ ხოლმე საწყლები მოვლეთ წაკ უამრავი ნახშირი მოქონდა საკმაოდ და აღჩოლებდნენ ესე იგი ამ საკმაოდით რომ ოდნავ აიც ეს სიმყრალე ამ საკმაოდის კეთილსურნელებას გადაელახა და ნუ უკვე შეუძლებელი გახდა დებისთვის თორე ეს ითმეს ჩვეულებრივად ვეღარც ლაპარაკობს წევს და ნუ ესენი თავაზობენ და ეს კიდე ყველანაირ კურნალობაზე უარსამოს იმიტომ რომ ხედავს პირდაპირ რომ ეშმაკი ეკეთებს ამას ითმეს და ბოლოს მოუყვანეს ექიმი და მოუყვანეს ექიმი და ესე იგი ექიმმა მოვიდა დაუжда ეს ექიმი და უთხრა რომ უნდა გიმკურნალო რა და სინკლიტიკია ნუ გაჭირვებით უთხრა ესეთი რაღაცა რომ რატო უნდა მიმკურნალო აი ხო ხედავთო რომ გვტებიო რა და ხო ხედავთო რომ მე ვებრძვი ეშმაკს და მე ამარცხებო მასო რა და თქვენ ახლა გინდათ მიმკურნალოთო და შემიმსუბუქოთო ეს გვირგვინი წამართვათო რა მე ვახერხებო მე უძლებო ამას რა თქმა უნდა და ნახეთ ეს ექიმი რასეუნება საქმე ის არისო რომ შენ მარტო არ ხარ ექიმი უნდა ხარ სინკლიტიკას და ეს შენი დებიო ვეღარ მოდიანო შენთანო ვერ უძლებენ იმ სიმყრალეს რაც შენ პირიდან გამოგდისო და ამიტომ ნება მომეციო ესე იგი რომ მეო კი არ გიმკურნალო აი ამ შენს გახრწნილ უკვე დამპალ და მკვდარ სხეულის ნაწილებს რომელიც გაქვს წაუსვაო ღვინოში გახსნილი ალოე და მური რომელიც ეს არის რაც მოგვება მიართვეს მაცხოვარს ხო რომელთაც სხეულს შეზილავდნენ ხოლმე მიცვალებული სხეულს აი ეს რითიც ეგვიპტელები მუმიფიცირებას ახდენენ ეს მური და კიდევ ესეთი მცენარე მცენარე არსებობს ესეთი ეგვიპტეში განსაკუთრებით მირსინა ალექსანდრიული რომელიც დეკორატიული მცენარეა და სახში შეიძლება კონდეს ხელმისაწვდომია ესეც დაინტერესდა ხა და ვაპირებ ამ მირსინა მინდა რომ მოვიძიო და იმ მირსინას გაურევო და ამას წაუსვამო იმ ადგილებზეო სხეულზე რომელიც უკვე გაიხსნა რომელიც უკვე მკვდარიაო რა და მაშინ ესეთი სუნი აღარ იქნება და დები ადვილად მოვლენ შენთან და ამაზეც დათანხმდა აი ეს მის თავმდაბლობა ამის უფლება მისცა და ესე იგი კიდევ ერთხელ დამარცხდა ამითი ეშმაკი რომ აი ბოლო წუთებშიც კი ამ პარტავნებაც დაამარცხა ესე იგი და ის რომ ხა იმარჯვებს ეშმაკზე და გვირგვინს მოიპოვებს ესეც კი დათმო რა უბრალოდ ესეთი ნახეთ რა წერს თანასე დიდი რომ ისო როგორცო აი სისხლის სულზე გამხეცებული ნადირიო დააცხრაო ესე იგი მასო იმ ადგილზე საიდანაც ეს თაფლი ამოსდიოდა პირიდან და იფიქრაო რომ მისი სხეულის დასუსტებითო და ეს დაულპო ეს პირი წარმოიდგინეთ აი ამითი იფიქრა რომ დაამარცხებდაო მასო და ვერ გაითვალისწინა მისი გონების სიმტკიცე სიმამაცე და მისი გადაწყვეტილების სიმყარე აი ეს ვერ გაითვალისწინა ეშმაკმა და სამი თვე მოკლედ ესეთნაირად იტანჯა და ბოლოს ესე იგი ნუ მარტო ღვთის ძალით ცხოვრობდა იმიტომ რომ ამის გამო ვერც ჭამდა და არც ეძინა მკივლების გამო ადამიანი ხო ამას ხა სამი თვე ესე სულ უჭმელი ნუ ხო ვერ გაძლებ ხო მუკვდები არა არ ხდებოდა იმიტომ რომ ერთი აძლევდა ამ ძალას
როდესაც უკვე მოახლოვდა ეს აღსასრული, მან იხილა ეს დებიცი იყვნენ უკვე საოცარი სინათლე, ღვთაებრივი და ღვთაებრივი ხილვა ჰქონდა მას. ანგელოზები, წმინდა ქალწულები და ეს ქალწულებიდან წამოდი სინკლიტიკია წამოდი ჩვენთან ერთად. არ წუნებდნენ ეს ქალწულები, როდესაც შეამოღლებულიყო და ღვთაებრივი სინათლე და სამოთხის ხილვები ჰქონდა და აი ის მოუყვა დებს, რომ ეხა ამას ხედავ. და შემდეგ ბოლოს უთხრა, რომ სამ დღეში გარდავიცვლები, სამ დღეში მოვკვდები და საათი უთხრა ზუსტად რომ საათი გარდავიცვლები. და როდესაც აღესრულა სინკლიტიკია, მიიღო ეს უდიდესი ჯილდო ძალთასასწრაფო. ნუ ამით თავდება, თუმცა ხო გითხარით, აი ისეთია ზღვა ოკეანეა რა, თუ შეცურა ოკეანეში, მერე კიდე გამოსულს აღარ მოგიდება. ერთადერთი ეს გვაქვს ვასილი მეორის მინოლოგიაში. აი ესეთი გამოსახულება, არაფერი არ გაგვაჩნია სხვა არანაირი გამოსახულება სინკლიტიკას, ეს მე-9 საუკუნის არის და ხე გაჩვენებთ გადიდებულად. აი ესეთი. აი ეს არის წმინდა სინკლიტიკა. და საოცრება, მაგრამ გაგვაჩნია მისი წმინდა ნაწილი, აი ნამცეცი. აი ესეთი ნამცეცი. აი ეს არის წმინდა სინკლიტიკას წმინდა ნაწილი. ეს შეგვეციოს მისი მადლი. ჩვენ ფაქტიურად დღეს ვისაუბრეთ მარტო ერთი წმინდანის შესახებ, იმიტომ რომ ვისაუბრია ჩვენ ეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის 58-ვე საუბარი წმინდა სვიმეონი ფსკოვის ქვაბთა მონასტრიდან, ლავრიდან, ფსკოვის პეჩორის ლავრიდან და ასევე წმინდა თეოფანე რიხლელის შესახებ ვისაუბრია 58-ვე საუბარში. დღეს კი ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა სინკლიტიკია ალექსანდრიელის ამა სინკლიტიკიას შესახებ. მერთმა დაგლოცოთ, შეგვეციოთ მისი მადლი და კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ჩვენთან არს ღმერთი.